ვამბობთ იმას, რაც რეალობა. არ ვალამაზებთ თემებს და არ ვემსახურებით ხალხ-ფასეულობებს. ჩვენ არ ვიცვლით ფერს, ჩვენ არ გატყუებთ. საღამომშვიდობის საპატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია TV12, საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა მედიატორთან ერთად. მე ჯემალ მეგრელიძე გახლავთ, ჩვენ არ ვემსახურებით ხალხ-ფასეულობებს, არ ვალამაზებთ თემებს და არ გატყუებთ, რაც მთავარია. და ჩვენ დღევანდელი გადაცემა, როგორც დაანონსებული იყო, მიეძღვნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, იმ მოვლენებს, რაც ახლა თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ხდება. კერძოდ იმ აქციებს, საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც უკვე დაპატიმრებების სერიალში გადაიზარდა და უამრავი ბრალდება მოდის თვით მომიტინგეების მისამართით. ჩვენი ეთერი არის სრულიად თავისუფალი. ყველა მსურველს ვეპატიჟებით ამ საღამოს ჩვენთან სტუდიაში. მელიქიშვილის ქუჩა ნომერი 95. შეგიძლიათ მოგზავნდეთ თქვენ დაგეთმობათ დრო პირდაპირ ეთერში და გამოხატოთ თქვენი აზრი. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის პირველ სტუმრებს, ეს გახლავთ ნუგზარ ჩხაიძე, სოციოლოგი, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი. და ამირან კიღურაძე, მედია ექსპერტი, ჩემი კოლეგა საღამომშვიდობის საბატონებო, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოთქვით სურვილი გადაცემაში მონაწილეობისთვის და ხართ დღეს ჩვენს გვერდით. საღამომშვიდობის. მოდით ბატონი ნუგზარით დავიწყებ, ბატონი ამირანი არ არის უცხო ჩვენ სტუდიაში, ასე რომ მე მინდა თქვენ გკითხოთ, თქვენ პრაქტიკულად არჩეულია მიტინგს, საპროტესტო აქციას ქალაქ ბათუმში, რომ თქვენ არ ყოფილიყავით მისი მონაწილე ადრეულ წლებში, როგორც ეროვნული მოძრაობის ვეტერანი. როგორ ვფიქრობთ, რა განსხვავება არის მაშინდელ და ახლანდელ აქციებს შორის და რა აქვს საერთო ამ აქციებს? უნდა გითხრათ, საერთო არაფერი არ აქვს, განსხვავება კი არის დიდი. მაშინ აქციები ტარდებოდა ერთი მოთხოვნით, ერთი მთავარი მიზნით. მოგვეპევებინა დამოუკიდებლობა. ეს იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, ამიტომ იყო რომ ზოგადად გამსახურდია შეძლო მოსახლეობის დიდი ნაწილის დარაზმა და ეს გამოჩნდა რეფერენდუმზე, როდესაც 98%-მა მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა ხმამიცეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რაც ეს მიტინგები კიდევ დიდი განსხვავება მათ შორის ის არის, თუ რა ფორმით ტარდებოდა. ეროვნული მოძრაობა მგვალი მაგიდა მიტინგებს ატარებდა, იქ ბატონი ამირანი დამტახტება ერთი თმისღერი არავის არ დაცვენია, არავით არის სროლა, არავით არის დინება, არავით არის ჩამტრევა ვიტრინების, აი ასეთი წარმოუდგენელი იყო, რომ მაშინ მომხდარიყო. ხოლო ახლა რა არის? ეხლა არის განსხვავება, უბრუნდები იმას, განსხვავება ის არის, რომ ეხლა მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ეს არ მიდის ბრძოლა რაღაც კეთილი მიზნისთვის, ეს არის რომ ნებისმიერი გზით დაამხონ ოცნების ხელისუფლება და მოვიდნენ თვითონ სათავეში. ამაში ძალიან ცუდ როლს თამაშობს დასავლეთის, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს, რა ევროკავშირის საქმეა, როგორ ჩატარდა ჩვენთან არჩევნები. არჩევნები ჩატარდა კარგად, ეს დაადასტურა ეუთო ოდირმა და ჩვენ ყველა ვიღებდით მონაწილეობას, არავით არის დარღვევები არ ყოფილა, შეიძლება უნიშნელო გადაცნობები ვიყო, დარღვევა სულ სხვა არის და გაყალბება სულ სხვა. ბატონო ნუგზარ, ნებამომეცით ჩაგეჭრებით, აქ საუბარი მარტო არჩევნების გაყალბებაზე არ არის, აქ არის საუბარი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაზე. ანუ ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ ისინი არაპირებენ 2028 წლამდე ამ საკითხის გადახედვას და მოლაპარაკებების გახსნას. მე ვიცი ამ საკითხის და ამ განცხადების უკან რა იდგა, მთელი ეს დღეები კეთდება ეს განცხადებები ქართული ოცნების სხვადასხვა ლიდერების მხრიდან, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, აი
თავიდანვე იყო თქვათ ეროვნული ევროპულ მომავალს დაესვა წერტილი კობახიძის განცხადებით და მერე გამოასწორა თქვათ ხელისუფლებამ შეცვალა ეს განცხადება თუ აი თქვენ როგორც გამოცდილი ადამიანი როგორც სოციოლოგი რა შეფასებას მისცემთ ამ განცხადებას მე გეტყვით რომ ეს განცხადება არის სპეკულაცია არავითარი ევროპული მომავალი არ არის არის ქართული მომავალი ჩვენ სოფლიო ფასეულობამდე რა შუაშია მარტო ევროპის ამოჩემება რა ვერ გავიგე ხა საქართველოს რომელი ფასეულობა აქვს ევროპულზე ნაკლები არც ერთი ფასეულობა არ აქვს რა არის ისეთი რომელიც ჩვენ დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა გზა ხსნილი გვაქვს უვიზო მიმოსვლა გინდა ევროპაში მიბრძანდება ბატონო ასოცირების ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალით მოგონილია რა არის ანტიევროპული ეს ხალხი რომელიც იტანდა კომუნისტურ რეჟიმს და ძალიან კარგად უკრავდა ტაშ დღეს გამიხდა ყველა ოპოზიციონერი ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის სპეკულაცია მოგონილი თემა რათა მოვიდნენ ხელისუფლებაში და სინამდვილეში არავინ და არაფერი არ ემუქრება ევროპულ მომავალს ასე ვთქვათ მე არა ვარ ამისები საქართველოს შეიძლება იყოს ქართული მომავალი ქართველი ერის მომავალი მისი კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ეს არის მოგონილი თემა ევროპა ერთი ქვეყანა ხო არ არის თქვა სულ სხვა ფასეულობა აქვს შვედეთს სულ სხვა ფასეულობა აქვს ესპანეთს როგორ შეიძლება ერთი იმაში ავიდოთ ერთ ქვეყანაში სიცილიაში სხვა ფასეულობებია გარკვეულწილად ვიდრე ჩრდილოეთ იტალიაში მილანში ამიტომ არ შეიძლება ეგ რაღაც აბსურდია 600 მილიონიანი ევროპა დავიყვანეს საერთო ევროპულობას ეს არის კომუნისტები რომლებიც ამბობდნენ არ არის ერი არ არის ფასეულობა გააქვთ მხოლოდ ერთი იდეოლოგია კომუნისტური იდეოლოგია ბელადი არის ლენინი დაუჯერეთ მის ანდერძს და კარგად იცხოვრებთ და სისულელე რა გახსოვთ როგორ ატყობდნენ ხალხს ჩვენ მალე კომუნისტი შევალ და ისევია ესენი ჩვენ შედი კაცო რამდენი ქვეყნა რატო გამოვიდა დიდი ბრიტანეთი თუ ეგეც 64 იყო არაფერი არ დაკლებია კიდევ გეუბნებთ არაფერი არ არის თავარი არის განვითარდეს ეკონომიკა ხალხი იყოს დაცული კონდეს სამუშაო და ასე შემდეგ ეს ფასეულობები ყველა ქვეყანაში ერთნაირია ჩვენთან იტალიაში ამერიკაში და სხვაგან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ სასპეკულაციო თემა არავითარი ევროპული მომავალი არ აქვს საქართველოს აქვს ქართული მომავალი და ქართული პერსპექტივა დანარჩენი არის ნული აი ვაკვირდები ამ დღეებში სოციალურ ქსელებს სადაც კი მომიტინგეებისგან განსხვავებული აზრი იწერება ყველა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მოქალაქე განიცდის ენით აღუწერელ ბულინგს ანუ მას ესხმიან თავს და ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით თქვენ მე გატყობთ რომ ცოტა განსხვავებულად აზროვნებთ ახლა მომიტინგეებისგან და არ უჭერთ მხარს ამ ექსცესებს რაც საქართველოში ხდება არ გეშინიათ ან არ განიცდით ბულინგს არავითარ ბულინგს მე არ განიცდით ისე თქვენ გულისხმობ რომ ბულინგი ვის მიმართ ოპოზიციონერების მიმართ? არა, ოპოზიციონერები აბულინგებენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ვინც არ უჭერს მხარს თქვათ ამ მიმდინარე ექსცესებს. ისე იგი, აი სწორედ ეს არის ამ ხალხს იმდენი უფლება აქვს მიცემული რომ შეიძლება გაეკეთებინა ერთ ვიღაცა სააკაშვილის დროს. და დაებულენგებინა ვინმე სააკაშვილის მთავრობიდან დაიჭერდნენ, ცემით მოკლავდნენ, ასე მოკლეს სერგო თეთრაძე ასე მოკლედ ელდარ ქობალი აბსოლუტურად არავითარი დანაშაული არ იყო. ძალიან იგონებდნენ, ზღაპრებს ხვერპოდნენ. ხოცვაჟლეტა იყო მაგალითად 2 თებერვალს მოდიში თბილისში, როდესაც ჩერვისკენებთან 30 კაცი მოკლეს, კაცური პასუხიარები არავითარი ეს means bullying-ს აწარმოებს, არა, ისინი არის სისხლის სამართლის დამნაშავეები, მათ წინააღმდეგ უნდა აღიზრდას საქმე. შეიძლება ადამიანს გული გაუსხდეს, ისეთი რაღაცა დაუწეროს, რომ საერთოდ არ ეხება მას. როგორ შეიძლება ეს ლაწირაკები მე სხვა რამე მაგვირებს საიდან აქვს ეს ცნობები, აი ხო წამოვიდა რომ პოლიციის თანამშრომლების მისამართები და რაღაცა. რამდენს ბედავენ, წარმოგიდგენიათ რადონის თავისუფლებაა დღეს, რადონის რომ ადამიანი შეუულია ხელისუფლების წარმომადგენელი ესე კვეთრად აგინოს და აბა გაბედოს ვინმე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კვეთრი განცხადება გააკეთოს ამერიკაში. ეს პოლიციის წინააღმდეგ კი არ არის ბრძოლა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ. ამათ უნდათ მაედანი, უნდა ჩამოშალონ ქვეყანა და დაანგრიონ ის. თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი ეხლა რომ რაღაცას ბოდიალობს ეს დარეხვილი დედაკაცი 7 იანვარს 92 წლის დეპეშა გამოუგზავნა კიტოვანს იოსელიანს და სიგოს მომილოცავს კანონიერი ხელისუფლების ზვიად გამსახურდიას დამხობა. წარმოგიდგენიათ ეს ხალი მარტო ამისთვის უნდა იჯდეს ციხეში და სამუდამო პატიმრობა უნდა კონდეს და არა ის
მე მგონი ეს ბულინგი აღსაკვეთია, აი ბულინგის ავტორები არის გამოსაძიებელი და არავითარი დიდი ის არ არის, წაიყვანებენ 5 დღეს მიცემენ როგორც გვარამიას და მერე გამოუშვებენ. სისხლის სამართლის საქმე და უნდა იყვნენ ძალიან დიდხანს ციხეში. დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ, მე კიდევ დაგიბრუნდებით, მაყურებელს მინდა შევახსენო თქვენ უყურებთ კვირის საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამას მედიატორი ჯემალ მეგრელიძესთან ერთად. დღევანდელი ეთერი არის სპეცეთერი და ღია ეთერი და ნებისმიერ მსურველს თუნდაც იმ აქციიდან შეუძლია შემოგვიერთდეს და ისაუბროს, თქვას გამოხატოს თავისი აზრი. შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 07676012 დაგვირეკეთ, ჩვენი პროდიუსერები გაგისაზღვრავენ დროს, როდის მობრძანდეთ და შეგიძლიათ შემოუერთდეთ გადაცემას. ბატონო ამირან, თქვენ როგორც მედია ექსპერტს მინდა გკითხოთ აი ჟურნალისტებზე, რომლებიც მუშაობენ აქციაზე, რომლებიც აკეთებენ, ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და რომლებიც სცემა პოლიციამ და რომელზეც ძალადობენ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები. რა სიტყოდით, როგორ შეფასებას მისცემთ? მე მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს, თქვენ იყავით აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი წლების მანძილზე, კულტურაზე და მინისტრობაზე აღარ ვიტყვი და 55 წლის ჟურნალისტად მუშაობის სტაჟი მექნება ჟურნალისტად მუშაობის სტაჟი გაქვთ და გაქვთ. და აი ვის თუ არა თქვენ უნდა მივცეთ შეფასების უფლება ამ შემთხვევაში. ისა ბატონო ჯემალ, მადლობა აი ამ შეკითხვისათვის და მინდა გითხრათ, რომ 1968 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში. როგორც გაზეთს საბჭოთა აჭარისა და აჭარის რადიოს შტატგარეშე კორესპონდენტი. 70 წლიდან კი უკვე შტატში ვიყავი და დღემდე, ესე იგი სხვადასხვა პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მე დაბადებულიც არ ვიყავი. ხო, როდესაც ჟურნალისტიკას ვტოვებდი და სახელმწიფო სამსახურში მივდიოდი, იმიტომ რომ თქვა თუ თვლიდი რომ ჟურნალისტიკაში იმ ეტაპზე უკვე ამოვწურებ თავი და საჭირო იყო სხვა ცოდნა, სხვა გამოცდილება, მივდიოდი სახელმწიფო სამსახურში, იმიტომ რომ იქ ყველაფერს ისწავლიდი მაშინ იმ დროს. სხვადასხვა დროს მომიწია აი ამისი გაკეთება. ეხლა რატო გაუსვი ხაზი ჩემს თქვათ ჟურნალისტიკაში ამდენი წლის ყოფნასა თუ მოღვაწეობას. ის რაც ახლა ხდება, ასეთი გმირობა ჟურნალისტების მე არ მახსოვს. ეს ზუსტად გმირობაა. აი, როდესაც აფხაზეთის ომი იყო, მაშინ მე ესე იგი ოფიციალურად ვერ გავცემდი ბრძანებას, რომ აჭარის ტელევიზიის რომელიმე ჟურნალისტი წასულიყო აფხაზეთის ომში. და ქალბატონი მარინა კუპრეიშვილი, ესე იგი შემოვიდა ჩემთან, ვარი რო უთხარი, მითხრა, მე მივდივარ აფხაზეთში და თუ გინდა სამსახურიდანაც გამათავისუფლეო. და ის კადრები, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ტელევიზია ატრიალებს, უმეტესობა მარინა კუპრეიშვილის მოპოვებული და ჩამოტანილი აფხაზეთის ომიდან. მე ვთვლი, რომ დღეს თბილისში, თუნდაც ბათუმში, ქუთაისში მოღვაწე ჟურნალისტები, რომლებიც აი ამ აქციებს აშუქებენ, ისინიც ისეთივე გმირები არიან, როგორც აი ომის დროს ჟურნალისტები იყვნენ. და მე ამიტომ გავუსვი ხაზი მარინა კუპრეიშვილის ფაქტს. ესენი არიან გმირები, ოპერატორებიც და ჟურნალისტებიც. რა პირობებში უწევთ მუშაობა. ფაქტიურად საომარი ვითარებაა. ხო? მე ამდენი შუშხუნა პირდაპირ თუ რა ქვია ამათ არასდროს პიროტექნიკა ამდენი გაშვებული. მე მგონია ერთ საშუალო ომს მოიგებს ერთი მხარე ამითი ამდენი პიროტექნიკა რომ გაისროლოს. ამდენი მძიმე ქვა რო გაისროლოს. ამდენი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება ორივე მხრიდან წიწაკის ის გინდა რა ქვია ფხვნილი და სპრეი თუ სხვა რაიმე. ერთ სიტყვით ჟურნალისტები ეხლა გმირები არიან. მაგრამ ქართულ ჟურნალისტიკაში როგორც ჩანს
მიმდინარეობს იგივე ბულინგის პროცესი. ჟურნალისტი ხელშეუხებელია, მაგრამ სამწუხაროდ ჟურნალისტის სხვადასხვა ნიშანი წარწერა ტანსაცმელზე პრეს, წარწერა ქუდზე, მიკროფონი ხელში თუ სხვა რამე სამწუხაროდ ხშირად ხდება სამიზნე. ესე იგი ერთი მხარისა, პოლიციის მხარისა თუ მეორე მხარის მიერ. ეს ბატონო ჯემალ, ბატონო ნუგზარ, ჩემის აზრით საშინელებაა და აი ამაზე უმკაცრესი პასუხი უნდა აქვს ყველა პოლიციელმა, ყველა სპეც ჯგუფის წევრმა, ყველა მომიტინგემ. აი ნახეთ ხომ რუსთავი 2-ის კორესპონდენტს, ისეთ პატარა გოგონას, რა დღეში აგდებდა ეს მამაკაცები, რა ლანძღვა და გინება, ესე იგი უწევდა ამ გოგონას, ამ კაცებისგან და ეს გოგო ეხვეწებოდა მე 7 დღეა ვდგავარ აქ და ვაშუქებ ამას, რა გინდა ჩემგან, არა, იმიტომ რომ რუსთავი 2 არ არის ოპოზიციური ტელევიზია. ასევე შეიძლება ჩვენს ტელევიზიას გამოუჩნდეთ მტრები, იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ ოპოზიციური ტელევიზია. შეიძლება ხელისუფლებიდანაც გამოგვიჩნდეს მტრები, იმიტომ რომ არა ვარ სახელისუფლებო ტელევიზია. ჩვენ ამას ყველაზე თამამად ვაცხადებთ. ჩვენ ამათ ყველაზე თამამად ვამბობ და რასაც ვამბობთ, ეხლა შეგახსენებთ, პაიცემლო ტელევიზია მაყურებლებო, რომ TV12 არ არის სახელმწიფო ტელევიზია, სამთავრობო ტელევიზია და ჩვენ არ ვფინანსდებით ხელისუფლებიდან. TV12 არ არის ოპოზიციური ტელევიზია და არც ოპოზიციის ტელევიზია და ჩვენ არც ერთი სამთავრობო ორგანიზაციიდან არ ვფინანსდებით. ჩვენ თქვენი ტელევიზია ვარ, პაიცემლო მაყურებლებო. აი ამას ვამბობთ ჩვენ წლების განმავლობაში და აი ამას ვამბობთ დღესაც. ბატონო ჯემალ, სრულიად მიუღებელია ის, რაც ხდება. ეხლა შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს და ბევრს არ მოეწონება. რას გავს იმ ჟურნალისტების მოქმედება, რომლებიც აი ასე გინდ პოლიციას აბულინგებენ. ანუ პოლიციას რა დღეში აგდებენ პირდაპირ. ესე იგი ინტერვიუს აღების დროს, ჩაწერის დროს როგორ ლანძღავენ. და თუ ვინმე ვარი უთხრა ჩაწერაზე, მაშინ ხო ერთი უბედურება ატყდება, ლანძღვა და გინება. ამდა რა წესია ეს, რომ კაცი გეუბნება მე არ მსურს ინტერვიუს მოცემა. ყველა მხრიდან ისე უტრიალებენ, სანამ პროვოკაციაზე არ წამოაგებენ ამ პიროვნებას. განსაკუთრებით ამას აკეთებენ პოლიციელების მიმართ, სპეცრაზმელების მიმართ და იმათ მიმართ, ვინც ოპოზიციურად არაა განწყობილი. არაოპოზიციური ტელევიზიები გაცილებით მოკრძალებულად იქცევიან. აშკარად ეტყობა ეს. ესე იგი მე ალბათ მალე უკვე დავფარავ და დავმალავრო ვარ ჟურნალისტი და ვეტერანი ჟურნალისტი. იმიტომ რომ ხალხის საოცარი აგრესია იზრდება ხალხში ჟურნალისტების მიმართ. იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ადამიანს, ესე იგი, გასაქანს არ აძლევენ, რომ რაიმე ათქმევინო წამოაცდენ. რა არის ახლა, როგორ უნდა მოითმინოს, მე სახელდაგვარებს არ ვამბობ, არც ტელევიზიას, არც ჟურნალისტს არ დავასახელებ, როგორ უნდა მოითმინოს აი იმ ხარებამ, რა დღეში აგდებენ ჟურნალისტები. კაცი, რომელიც სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე დგას და მე მჯერავს მართლა იმ კაცს ერთ კვირაზე მეტი არ უძინია, რა დღეში აგდებენ, რას ლანძღავენ, რას სიტყვებს არეუბნებიან. და შემდეგ, როდესაც ეს გამწარებული გინდ პოლიციელები, გინდ სპეცრაზმელები წაუთაქებენ ვიღაცას, შემდეგ უკვე ეს აღარ მოსწონთ. ნუ მიიყვან საქმეს იქამდე,
რომ შენი რესპონდენტი შენს მიმართ აგრესიულად განაცხო. სხვა მხრივ დღევანდელი სატელევიზიო სივრცე ფაქტიურად მთლიანად მოცულია იმ ფაქტებით, რაც ხდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში თუ სხვაგან. ფაქტიურად ერთი ტელევიზია, მეორე, მესამე, მეხუთე, მეათე ერთმანეთს ავსებს და ამ ნიაღვარში დამერწმუნე შენ უკვე მაყურებელსაც უჭირს გარკვევა. მაყურებელს კი არა, პროფესიონალ სპეციალისტებსაც, იმიტომ რომ ისე სხვადასხვა კუთხით სთავაზობენ მაყურებელს ამა თუ იმ ფაქტის ანალიზს, რომ ძალიან ძნელია გაერყო. მერე დაირღვა კაცო ჟურნალისტური ეთიკის ფაქტიურად თითქმის ყველა ნორმა. ჟურნალისტური ეთიკის. აღარ არის ჟურნალისტი უყურებ მე აი ამ ეკრანებს შეხედეთ ხალხო, აღარ არის ეს ჟურნალისტები უკვე მიუკერძოებელი, ობიექტური. ეს ქართულ ჟურნალისტიკაში ეს ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, მე არ ვიცი რას მივიღებთ ჩვენ. ჩვენ მივიღებთ ძალიან ტენდენციურ ორ პოლუსიან ჟურნალისტიკას. ბატონო ამირან, მე მინდა წავიკითხო ძალიან მოკლე პატარა წერილი, უბრალოდ TV12-ის განცხადება, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძვირფასო თანამემამულეებო. თვალს ვავლებთ რა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ვფიქრობთ თითოეულ ჩვენგანს, როგორც მედია საშუალების წარმომადგენელს გვეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ქვეყნის წინაშე, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში ზედმიწევნით სწორად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე მივიტანოთ მაყურებლამდე ჩვენი საზოგადოების დაპირისპირებულ მხარეთა სათქმელი, დავტოვოთ მათ დასკვნების გამოტანის საშუალება, მიუკერძოებლად ავსახლოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი ყველაზე რთულ მომენტშიც კი. ამასთან კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და სოლიდარულები ვართ აქციაზე დაშავებული ადამიანებისადმი, ეს იქნებიან პირველ რიგში ჩვენი კოლეგები, აქციის რიგითი მონაწილეები თუ სამართალდამცველები, რამე თუ ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. განსაკუთრებულად მოვითხოვთ შინაგან საქმეთა ორგანოებისგან მედიის წარმომადგენლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა თითოეულ ჟურნალისტს მიუხედავად იმისა, თუ რომელ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენს იგი, მიეცეს პროფესიული მოვალეობის განხორციელების საშუალება. იქედან გამომდინარე, რომ გვაქვს ძალიან მცირე ტექნიკური და ადამიანური რესურსი, TV12 აჭარა ვერ ახერხებს ელვის ისრაფით ზედმიწევნით ცვალებადი მოვლენების ოპერატიულად გაშუქებას, რის გამოც ხშირად გაისმის აქციების მონაწილეების მხრიდან ჩვენი მისამართით საყვედურები. მაგრამ გვერწმუნეთ, ჩვენი თანამშრომლები შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ ბათუმსა და დედაქალაქში მიმდინარე აქციების მოვლენათა ობიექტური ასახვის მიზნით. და ამჯერად მეტი ოპერატიულობისათვის ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა შემდგარიყო სწორედ დღევანდელი ეთერი, რომელიც ღია არის და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოგვიერთდეთ ტელეფონის ნომერზე 706-706-012 დარეკორდ ჩაეწეროთ რიგში და მობრძანდეთ სტუდიაში, სადაც მიმდინარეობს პირდაპირ სპეცეთერი. გადაცემის სტუმრები კი გახლავთ ბატონი ნუგზარ ჩხაიძე, სოციოლოგი, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და მედია ექსპერტი ამირან კიღურაძე. ბატონო ამირან, განვაგრძოთ საუბარი, აი მე ორთავესთან მექნება ახლა ერთი და იგივე შეკითხვა. ფაქტია, რომ ქვეყანაში მოვლენები ვითარდება რევოლუციური სცენარით. მე მეთანხმებით ამაზე, რომ რევოლუციური სცენარი დაწერილი არის და სრულდება. ხელისუფლება გადავიდა დაპატიმრებების სერიაზე. რა რესურსი აქვს მმართველ პარტიას და საქართველოს ხელისუფლებას ხელისუფლებაში დარჩენის და როგორ ფიქრობთ, აი თქვენი შეფასება მაინტერესებს. ბატონ ჯემალ, თქვენ მე მაგ შეკითხვას რომ მაძლევთ, მე მგონი არ მოგისმენიათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება.
როცა მან თქვა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოუწურავი რესურსი აქვს აი ოპოზიციასთან ბრძოლის ხოლო ოპოზიციის რესურსი იწურებაო ეს პრემიერ-მინისტრმა თქვა მე არაფერი მე უბრალოდ ფაქტის კონსტანტირება მოვახდინე მაგრამ რესურსი პრემიერ-მინისტრმა და მინდოდა ახლა თქვენგან მომესმინა რა ხდება ახლა თავარი რა არიცით წეგან ბატონი მძაილო ლაპარაკობდა ძალიან მინდოდა მე თქვა ერთი რამ რასაც ახლა ვიტყვი აი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით უბრალოდ მე როგორც ქართველი კაცი აი ევროკავშირისა და ნატოდან მუდამ ვიყავი აი უკმარისობის გრძნობა მქონდა მე ამ ორი ორგანიზაციის მიმართ პირველი ის რომ ნატო პირდებოდა 2005 წელსაც პირდებოდა რომ მოგცემდა MAPS ანუ რაღაც ნატოში შესასვლელ რაღაც საფეხბურთს MAPS ეს MAPS კი არ მოგცეს 2005 წელში და საქართველოს ავღანეთში აფრიკის ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ნატოს ყველა ქვეყანასთან შედარებით ყველაზე დიდი კონტინგენტი ყავდა ცოცხალი კონტინგენტი ჯარი გაგზავნილი და იმ იმედით რომ ეს ჯარი ემზადებოდა ნატოს სტანდარტების მიხედვით და რომ ნატო ჩვენ ამას დავიფასებდა და რაღაც MAPS მაინც მოგცემდა ერთი პოლიტიკური იუმორი გამახსენდა ახლა ღიაკარებში ვდგავართო და ძალიან არ დაუბეროსო ორპირიცის ღიაკარებში ხო ხონებული შევარდნაძის იუმორია შევარდნაძის იუმორია და აი ნატომ აი ასე ვკითხულობ როდესაც 2008 წელს პეკინის ოლიმპიადა მიდიოდა და ოლიმპიადაზე ტრიბუნაზე პუტინი იჯდა მედვედევმა ბრძანება გასცა საქართველოს დაბომბვის შესახებ და საქართველოსთან ომის დაწყების შესახებ როდესაც 58 არმია რომელიც სასწავლო წვრთნებს ატარებდა ჩრდილო კავკასიაში დაიძრა საქართველოსკენ ერთი გზა მოდის ხო ლარსში მეტი არა 58 არმია ნუ თუ ამერიკამ არ იცოდა ეს ყველაფერი როგორ დამაჯერებ რომ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა რომ მედვედევმა ბრძანება გასცა არ იცოდა რომ 58 კოსმოსიდან ასანთის ღერს ხედავენ მიწაზე და ამ ხელმომია საქართველოს პერულ დაიძრა რატომ არ შეაჩერა გეკითხები ამერიკა მან ნატომ საქართველოზე თავდასხმა რატომ არ შეაჩერა აი მე ამითი ვარ უკმაყოფილო ნატოს მიმართ გეკითხები საზღვაო ქვეყანა ვართ არ გვაქვს სამხედრო საზღვაო ფლოტი აი ამ 30 წელიწადში რაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა ამერიკამ რამდენი სამხედრო გემი ჩამოწერა ჯართად რომელიც ჩვენ წყლებში რომ დგარიყო როგორც გემი ვიღაცას მაინც რაღაცით ან შეაშინებდა ან რიდი ექნებოდა რატომ არ დაგვეხმარა ჩვენ ნატო სამხედრო საზღვაო ფლოტის შექმნაში აი ეგეც ჩემი უკმაყოფილებისაა კიდევ ამბობ ევროკავშირმა მოლდავეთი და უკრაინა მიიღო როგორც კანდიდატი ასოცირების საქართველოს არა შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ თუ ჩვენმა მეგობრებმა თუ ვიღაცებმა ძალიან დიდი ძალისხმევით მიგვიღეს როგორც იქნა გავიდა ხანი და ევროკავშირმა უკრაინას და მოლდავეთს გაუხსნა მოლაპარაკებები ევროკავშირში შესასვლელად ჩვენ არ გაგვიხსნა და დაიწყო შანტაჟი საქართველოს მიმართ მე ხელისუფლებას კი არ ვიცავ ჩვენსაც ამ შემთხვევაში მე ვარ თვითონ ხელისუფლება მე დამიწყო შანტაჟი წარმოიდგინეთ თქვენ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახური სიწმინდის დაცვის შესახებ და მიიღო კანონი გამჭვირვალეობის შესახებ ესე იგი გეკითხებით ევროკავშირის პარლამენტარები პირდაპირ აყენებენ საკითხს
გააუქმეთ მაგ კანონები თუ გინდათ გაგიხსნათ მოლაპარაკებაზე ხელშეკრულება. გეუბნები ამაზე მეტი საშინაო საქმეებში ჩარევა რა იქნება რომ მიღებულ კანონის გაუქმებას გთხოვს ვიღაცა ბილი თუ ფრიცი რა ვიცი აბა ვინ ხო და ამაში არის ჩარეული ევროკავშირის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები და ევროკავშირის ქვეყნები მე მესმის ლიტვა ლატვა და ესტონეთი თუ იცით გაბიცე ყველაფერს თავს რატო იკლავენ ჩვენს წინააღმდეგ ლიტვა ლატვია და ესტონეთი აი თუ იცი მიგზარ ჯემალ თუ გაქვს წარმოდგენა რატო იკლავენ თავს ასე იცით თუ არა იცით თუ არა რომ რუსეთის ტვირთის და რუსეთში მიმოვალი ტვირთის რა ნაწილი გადის ლიტვა ლატვა და ესტონეთს და რა შემოსავალი დაკარგა ამ ქვეყნებმა იმით რომ ევროპული ტვირთის ნაკადი გადმოიწია საქართველოს როგორც შვალედურ დერეფანს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ აქედან იწყება რომ როგორმე დაიკეტოს საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყანა როგორც შუამავალი თუ მეკავშირე აღმოსავლეთსა და დასავლეთს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის განსაკუთრებით შეაწუხა ევროკავშირის ჩინოვნიკები ლიტვა ლატვია და ესტონეთიც იმან რომ ჩინეთმა გახსნა ჩვენთან ისა უვიზო მიმოსვლა რომ ჩინეთმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება და საქართველოს აღიარა როგორც პარტნიორი ქვეყანა და კიდე ერთი შეკითხვა მინდა თქვენც დაგისვათ პატივცემულო ტელემაყურებლებო თქვენც და ამერიკის ელჩისაც ხო მაგრამ რატომ არ გახსნა ამდენი წელი ამერიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა ჩინეთმა როგორც პარტნიორად გვაღიარა მაშინვე გახსნა არა მარტო თვით ჩინეთთან ჰონკონგთანაც შემდეგ ერთი თუ ორი თვის შემდეგ ჰონკონგთანაც გაგვიხსნა ჩვენ უვიზო მიმოსვლა საქართველოს რატომ ამერიკამ არ ქნა ეს იცი ამერიკის საელჩომ და საკონსულომ მე რა პატივი მცა 2010 წელს ამერიკაში მქონდა მიწვევა გახსოვს ხო ამ დროს ვარ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის საკუთარი კორესპონდენტი აჭარა გურიის ზონაში გამიხარდა ჩავალ ამერიკაში ვნახავ ერთი რა არის ამერიკა ვიფიქრე ილფისა და პეტროვის უკვე ერთსართულიანი ამერიკა აღარ დამხვდებოდა ვიცოდი მაგრამ მრავალსართულიანი ამერიკა რა არის გავამზადე საფუძველი ჩავაბარე დამიძახეს გასაუბრებაზე ესე იგი აშკარად ეთყობოდა რომ ტყულა ვიყავით ჩასული გასაუბრებაზე ვიღაც ამერიკელი ახალგაზრდა კაცი იყო რომელიც ქართულად საუბრობდა დამთავრდა ჩვენი გასაუბრება დამელოდე მითხრა და მომცა ფურცელი და მეუბნება რომ თქვენ ვარ გეთქვათ ვიზაზე მეუბნები რატომ და რას მეუბნება იმიტომ რომ თქვენ ხართ არაკომპეტენტური თურმე მაგათ ენაზე ამერიკელი დიპლომატების ენაზე არაკომპეტენტური არის არასამდო არასასურველი ამერიკაში შესასვლელად ბიჭო და ახლა გამიკვირდა და უთხარი ოჯახაშენებულო მე 3 უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული 3 წითელი დიპლომი მაქვს საქართველოს პრემიის ლაურეატი ვარ საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ვარ კულტურის დამსახურებული მუშაკი ვარ დამსახურებული ჟურნალისტი ვარ მე ვარ არაკომპეტენტური და შენ ხარ კომპეტენტური მეთქი ხო არა ეს უთხარი ისე ხუმრობით და აი ეს ფურცელი ავიღე და ვნახე არ დამავიწყდება 12 ნოემბერს ვიყავი ეს ხო შენახული მაქვს ყველაფერი თანაც გახსოვს ჯემალ მე ეს საქართველოს რესპუბლიკაში გამოვაქვეყნე დავხედე ფურცელს და ფურცელი გამოწერილია წინა დღეს 11 რიცხვში არა ჩემთან გასაუბრებისა და როგორც ხდება ხოლმე
რომ გაგესაუბრებიან და ანკის გეტყვიან და სანამ თქვენს არაკომპეტენტურობას სანამ ჩემს არაკომპეტენტურობას დააზუსტებ და წინა დღეს ესე იგი ამერიკის საკონსულომ წინა დღეს მითხრა ვარი სანამ მე შევხვდებოდი თანაც აი მაგერაფერი რამდენიმე წლის მერე ჩემ 16 წლის შვილიშვილსაც ვარი უთხრეს ამერიკის საზაფხულო სკოლაში სადაც ყველაფერი გამზადებული იყო და რატო თუ იცი რატო მე ვთვლი მაქვს ეჭვი რომ მე ამერიკის საელჩოსთვის ვარ ის ჟურნალისტი რომელიც არასასურველია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმიტომ რომ თავის დროზე მე მაქვს განცხადება გაკეთებული რომ ვარდების რევოლუცია ეს არავითარი ვარდების რევოლუცია არ იყო ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება და მადლობა ღმერთს რომ ეს იყო უსისხლო გადატრიალება დიდი მადლობა ბატონო ამირან ბატონო უზარს ხოვა ხა რესურსზე გითხეს 1-2 სიტყვა ძალიან მოკლედ და უნდა დაგემშვიდობოთ უკვე აი რა რესურსი აქვს ხელისუფლებას დარჩენილი რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება გეტყვით ახლა თქვენ რომ რევოლუცია ეს არავითარი რევოლუცია არ არის ეს არის მაიდანი რომელიც ცდელობა ხელისუფლება ჩამოაცილო დღევანდელი არსებული ხელისუფლება ოცნება რესურსი ხელისუფლება ძალიან დიდი აქვს ისინი თავს იკავებენ რამაწინააღმდეგ აგრესიული გამოსვლა თორემ მე იმ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ რომლებიც დაცხილეს 91 წლის 22 დეკემბერს ხოცვა-ჟლეტა იყო 115 კაცია დაღუპული მთავრობის სახლში დამცველები რაზე ლაპარაკობენ და ეს ის ხალხია ეს ბარამიძე მაჭავარიანი ეს ისინი ვინც გვებძოდა იგივე სააკაშვილმა დაწერა პოლონურ გაზეთ პროში სტატია კავკასიელი სადამ ხუსეინი რომელიც ეწოდებოდა გამსახურდიას ნუ მოსაცილებელია დღეს რომ არის ეგრეთ წოდებული მიშას მიხეილ სააკაშვილის ზვიადისტები მიხუინები კარგად დაარქვა მათ ელიზბარ ჯაბელიძემ ესენი რას აკეთებენ ეგენი არიან მოღალატეები ვისთან გახარ ახლა ანდრეი ვლასოვი იყო ეგეთი გენერალი გადავიდა სტალინიდან ჰიტლერისკენ და იცით რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის წევრი იყო რა ვქნათ ახლა მინდა რა სახელი დავარქვათ კიდევ ანტირუსული ის რომ არის მოდიან რუსო ახლა ვინ ლაპარაკობს ამას ხალხი რომელიც გვერდში ედგა 91 წელს რუსული ჯარების მონაწილეობდა შიგნით სუფიან ბეპაევი იყო ამერიკავკასიის სამხედრო ოლქის უფროსის მოადგილე რომელიც პირდაპირ აქვს მითითებული რომ რუსები იბრძოდნენ არის ფირი სადაც მთავრობის სახლში შედის ტანკი კლავენ და ამოიღეს მისი სახელური და ესე იგი ნიშანი რომ ის არის რუსეთის არმიის წარმომადგენელი რაც შეეხება მოლაპარაკებებს შეუძლებელია ნატოს სახელით ჩვენ საქართველოს დაუბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს შეიძლება მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით. მაგალითი, ყარაბაღი დაიბრუნა აზერბაიჯანმა მხოლოდ ერთი იმით, როგორც კი დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკებები, 1-3 საათში აღებული იქნა ყარაბაღი და გათავისუფლდა საერთოდ ავტონომიაზე ლაპარაკი და საერთოდ გათავისუფლდა. ისტორიულ მაგალითს მოგიყვანთ. გიორგი ბრწყინვალი, უდიდესი მეფე, საიდან დაიწყო? საქართველოს მაშინ მონღოლებს ყავდა დაპყრობილი ჩობან ნოინი იყო მათი ვეზირი ასე ვთქვა. მასთან კეთილმეზობლი ურთიერთობით აკეთიკი და ისე გააკეთა რომ მან იმის ხელით მოლაპარაკებით მონღოლებთან შეძლო ჩობან ნოინთან მიეღწია საქართველოს დამოუკიდებლობის. დღეს კიდევ ამბობ რომ მე მიყვარს არ მიყვარს რუსეთი მოცემულობა პოლიტიკური მოცემულობა სხვა გზა არ არის ამას ხო აგერ ხო ხედავთ თუ გინდა უკრაინაში ახლა რას აკეთებენ ეგრეთ ეს დასავლეთი ვითომ უკრაინას ეხმარებენ აძლევენ ძველ თვითმფრინავებს აძლევენ ძველ შეერაღებას და ეუბნებიან რომ მიდი და ეომე გაწყდა ხალხი ისე იგი არავითარი თავდაცვის საშუალებებს არ აძლევენ თანამედროვეს ძველი არას აძლევენ და გამომდინარე აქედან ერთი გზა არის ამ ხელისუფლებას ესენი ვერ დაამხობენ მილიონი წელიწად რომ გავდოთ მიუხედავად იმისა რომ მეც ბევრი პრეტენზია მაქვს ამათ მიმართ მაგრამ კარგი ეგენი გავყარეთ ვინ მოყავს თინა ბოკუჩავა მოყავს და ვიღაც ელენე ხოშტარია და ამის მაგარი დედაკაცები ესენი ხო გაანადგურებენ ქვეყანა თქვენ წარმოიდგინეთ რადონის სადისტებია ქვეყანა გაანადგურდეს მნიშვნელობა რა აქვს იძახიან რომ უნდა ჩავერთოთ ომში ხო ეს იყო ზელენსკის მოწოდება რომ მოდი დავიწყოთ ჩვენაც და თვითონ ბიზნაიმანიშვილმა თქვა კელი დეგნანი 3 საათი ლაპარაკებოდა ჩაერთე ომში ისე რაც ეშავს ომში ჩართო ხო არ გონია ხალხს რომ ფრონტის ხაზია გამოვა ეს რაკეტა არეშნიკი და ნახევარბათუმს წაიღებს აი დღეს რომ დახტიან ეს ცალტვინა დედაკაცები და კივიან და წევიან ემა შეხედონ გადაიხეთ სამხედრო იგი წაიკითხონ მაინც კვირის პალიტრაში ალადაშვილი ირაკლი ბრწყინვალე
სპეციალისტი ეს მაინც გაიგონ რა ხდება. არ არიან რა მის ჭკუაზე არ არიან რა გინახავთ ყველა ქვეყანა ცდილობს აიცილოს თავიდან ომი, საფრთხე და ეგენი არა ომი გვინდა. რა ომი გინდა, როდესაც სამაჩაბლოში ომი იყო, აგენი გარბოდნენ სააკაშვილი და მისი ბანდა, წითელ ხითან და სადახლოსთან და აქედანაც კარგად გარბოდნენ, ჩატოვეს ჯარი და მერე მოკლეს როიშავაძე ვითომ მოღალატეა თუ არა, ამას ადგენს სასამართლო, დახოცეს ცინდელიანი, ზარქუა, ესე იცილებენ თავიდან და ეხლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ბილად იქცევიან, მაგრამ ერთი კარგი მაგალითი იყო გუშინდელი პრემიერის გამოსვლა ირაკლი კობახიძემ თქვა დაამთავრდა კოჰაბიტაცია. აი ეს დიდი ხნის წინ უნდა მოხდარიყო. რამდენი ხანია ჩვენ მაგას ვიძახდით და აი ამ სტუდიიდან რამდენჯერ გვაქვს ნათქვამი. ბატონ ამირან 300 კაცი წავიდა საგარეო საქმეში რომ ეს ხელისუფლებასაც ბევრი შეცდომა აქვს რომელიც უამრავი ჯემალ იმდენი რომ აი ეს ხელისუფლება მე დაუჭერდი მხარს ამ ხელისუფლების წასვლას რომ ხედავდო უკეთესი მოდის. გამიგე? იმიტომ რომ ამათ იმდენი აქვთ შეცდომა გაკეთებული გეკითხები 200 კაცი წავიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. აი ეს ხალხი ვინ არის? საიდან მოვიდა? ანუ ეს არის ან ჩანერგილი ხალხი, ან უცბად ერთ დღეში ამათ გაუნათთა გონება და ნახეს რომ თურმე არასწორი გზით მიდიოდა საგარეო საქმეთა საკადრო წმენდა თუ არ დაიწყო არაფერი არა ეს სკოლებიდან რომ გაყავს დირექტორებს ისინი ბათუმშიც არის ეგრეთ შემთხვევაში მოსავლები რა უნდა მოსავლეს მიტინგზე რა უნდა არაფერი გავროშია ხიუგოს გავროშია შეიძლება ვიღაცამ იქიდან ნერვები მოეშალოს და 10 წლის ბავშვს მიაჭყლიტოს იქათავი ხო პეტარდას რომ ესული ის პოლიციელი იწვის ის შეიძლება გამოვიდეს სონასორობიდან და თავპირი დაუმტვირთოს იმათო ნუგზარ აი გუშინ კადრები ნახე და შევძვრწუნდი ბავშვები დგანან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის. ბუფერული ზონა გაიკეთეს. ღმერთო მაპატიე და გამახსენდა ჰიტლერი უგენდი. ჰიტლერმა რო შექმნა აი ამ ბავშვების ჯარი და შეაწყვიტა ბერლინის კედელთან. ხო? და ესე იგი საბჭოთა ჯარისკაცები აღარ ისროდნენ, იმიტომ რომ ბავშვები იყო წინ ჰიტლერი უგენდი. ასე ჩაუყენებიათ ეს ბავშვები შუაში და არ ბენინებენ 12-13 წლის ბავშვებს. დიდი მადლობა ბატონებო, ვიდრე დამემშვიდობებოდეთ ერთმანეთს, მე მინდა ერთი მოკლე განცხადება გავაკეთო. დღეს მოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ტელეკომპანია TV25-ის მფლობელი ჯემალ ვერძაძე, თანაუზრობთ ჩვენი ტელევიზიის სახელით ოჯახს და აცგანსვენებულის ძალიან მწუხვარ ბატონი ჯემალი ერთი ღირსეული ბათუმელი კაცი იყო ჩვენი კუთხის აჭარის ღირსეული შვილი რომელიც ყოვლად უჩუმრად ახერხებდა რომ ფუნქციონირება არ შეეწყვიტა TV25-ს ნათელი მის ხსოვნას ჩემი გადაცემის პირველი სტუმრები გახდათ ნუგზარ ჩხაიძე, სოციოლოგი, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და ამირან კიღურაძე, ჟურნალისტი, მედია ექსპერტი. არ გადართოთ, დაგველოდეთ, ახლა ეთერში რეკლამაა და ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დროებით. გრძელდება ჩვენი გადაცემა, შეგახსენებთ თქვენ უყურებთ კვირის საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამას მედიატორი ჯემალ მეგრელიძესთან ერთად TV12-ზე. ეს სპეცეთერია, პირდაპირი ეთერია და ყველა მსურველს აქვს მონაწილეობის საშუალება. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 07676012 ან 5988411 და შემოერთდით ჩვენს პირდაპირ ეთერს. გადაცემის ამ ნაწილში კი ჩემი სტუმარია ყოფილი მსჯავრდებული 28 წელი და 68 დღის განმავლობაში პატიმარი, მათ შორის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკანონო პატიმარი, ბატონი რევას შაინიძე, რომელიც თვითონ გამოეხმაურა ჩვენს
მოწოდებას, რომ მიიღო დღეს მონაწილეობა პირდაპირ ეთერში, როგორც მეუბნებიან ბატონი რევაზი ძალიან საინტერესო მოსაუბრე არის და ეს ეთყობა კიდეც დიდი მადლობა ბატონო რეზო, რომ ხართ ჩვენთან ერთად დღევანდელ გადაცემაში. მე ვფიქრობ საინტერესო დიალოგი გამოგვივა. მოდით დავიწყოთ შეფასებებით მიმდინარე მოვლენების, რაც ხდება საქართველოში, იმ ექსცესების ირგვლივ ვისაუბროთ, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. პირველის ყოვლისა დიდი მადლობა რომ გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა და ეთერში მომიწვიეთ. რომ საზოგადოებას მოესმინა ის ჩემი უტყუარი სიმართლე, ის სიმართლის თქმაც მე მინდა მოკლედ ლამაზად ჩამოყალიბებულად როგორც პატარა თოთო ხოიცი ენას რო იდგამს იმ ბავშვის გასაგებ ენაზე, ასევე ყველა იმ მოზრდილი მოხუცის ენაზე დებელიცო დებელია ბოდიში თქვენთან და რომელსაც რომ აგენი ეძახიან ანუ კოცები, ნაცები და მიყოლებული შევარდნაძის ბანდა დებილს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რო ყავენ ხონში, ანუ ეგრე ქვითირის ისიც რო გაიგებ ჩემენას. ჩემენაზე საუბარს, რადგან იმ ათენას ვერავინ არ გებულობს, ვერც გიჟი, ვერც ჭკვიანი და ვერც ბრძენი. ვერც გაიგენ მაშინ და ვერც ხვალ ვერ გაიგებენ. თუ ჩვენი ერი გონს არ მოიგება დროულად. მე უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მყავს ახალგაზრდობა. ის ახალგაზრდობა 16 წლიდან 35 წლამდე. მე არ მინდა იმის ქვევით რაღაცა ვთქვა. და დღეს ესეთი ახალგაზრდობა გვყავს, არ მინდა იმის ქვევითაც, ხო 16 წლის ქვევითაც აკეთას, რომელიც რომ ენით აუწერელია. ეს ხალხი რაშობიან 32 წელია, რასაც მე ვხედავ და რასაც მე ვეხები. კი, მე 28 წელი და 68 დღეს ციხის კედლებში გავატარე. ამ საჯელიდან 19 წელი და 2 თვე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გავატარე, რომ სამართალს და სამართლიანობას ნოიწყო. შენ ამის უფლება არ აგვაქვს და ამას მარტო მე კი არ მეუბნებიან. არამედ ვინც ჩემთან მსგავსად რაღაც ცხოვრებისეული, ხო იცი? ნაბიჯები გადადგა თუ თავისი აზრი გამოხატა, იმ ხალხს ეუბნებიან, თქვენ გაჩუმდით, თქვენ ჩვენ უნდა გვისმინოთ, ასევე აკეთებდნენ წარსულში, როგორ შევარდნაძის ის ნაძირალა რეჟიმი დაწყებული თამაზაშვილიდან და ის ნაძირალა იგივე რო ყავ პარლამენტში რო ყავდა ახლა ბატონ ბიზინა ივანიშვილს და პატრიოტად რომ წარმოვიდგა დამოუკიდებელ დეპუტატად რო იყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მეხუთე მერვე სართულებიდან ატემირებს რომ ძის ყრიდა და დემოკრატი გახდა კაცო. ეს ხო მენით ეს სიტყვები არ ყოფს როგორ გამოვხატა უპირველეს ყოვლისა რომ დრო არ მეყოფა მე აქ. მე ვისაც აქვს სურვილი დაждდეს, ჩამიждდეს წინ პოლიტიკოსია, ჟურნალისტია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, გაეროს წარმომადგენელია, ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წარმომადგენელია თუ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ევროპის მიდან პოდიშ პარლამენტიდან გამოგზავნილი ვიღაცაებოდი შტუმრები და აქ მოწვეული ვისაც აინტერესებს ჩვენი ერის ქვეყნის ბედი მე იმას ისეთ რამეს ვესაუბრებ ისეთ რამეს დაუდებ ალიბებს 40000 დოკუმენტი მაქვს იურიდიული ამ რეჟიმის დანაშაული ჩადენილი 85 აუდიო ვიდეო მასალა მაქვს ხალხო ამ რეჟიმის ჩადენილი დანაშაული როგორ აღებენ პირს სააკაშვილის პირსის ხლიან რეჟიმზე ეს სოფლიო მიცის მაგრამ თავიანთ საგმალავენ მოვიდნენ ჩემთან თავშესაფარში მე მომკლა ნევა შაინიძე ვარ მე ლექსად მივმართი ამ ახლებს ბოდიში უკასრავად ამ სიტყვებისთვის საზოგადოების წინაშე დიდი ბოდიშს მოვიხდი მე ლექსად მივმართი რომ მე არ სიკვდილი მაშინებს და არც ეს მწარე სიცოცხლე მე ხლას ღმერთსვე ვედრები ქართველნი უკეთ მიცოცხლე მოდინ და არ ყოფილი პროს არ მინდა ის გამოხატო რადგან პირდაპირ ეშუა საზოგადოება კი ემოციებს ვერ იკავებ მაგრამ მე იმის დილობა და უნარი გამაშინა სახში აზროვნება რომ ზოგიერთისთვის არ იყოს ხო იცი შემდეგში ხო სარეპლიკო რომ ამ კაცმა ხედა უზდელი მოიყვანა ბატონ ჯემალი თავის ეთერში და რაებს აპარაკებს ყოფილი ჟავდებს რაღაცა მოელაპარაკაო რომ ასეთი წარმოდგენა არ დარჩეს ამიტომ მე მინდა ყველას მოგმართოთ და უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდობას 16 წელს და 28 წლამდე მე მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ტელეკომპანია 25 არხის მარცხენა გადაცემაში იყო ჩემი მოკლე ინტერვიუ. იქაც კი სამწუთიანი ინტერვიუ იყო. მე მინდა ახალგაზრდებო, კიდე ერთხელ გითხრათ. ის რაც მე გითხარი 15 ოქტომბერს მიმდინარე წლის 4 თვის გამოსული ვარ მე ციხიდან. მაგრამ ეს ცხოვრება ვერ გამაბოროდა. მე ერიც მიყვარს მამულის და სარწმუნოებაც.
თუ თქვენ ის არ ჯერათ მე აგერ მოკლე პატარა ლექსით მინდა რომ არა მარტო თქვენ არავით თელმა სამყარომ გაიგოს როდესაც მიმდინარე წლის 17 მაისს სიწმინდის დღეთ გამოაცხადეს და მთელი თითქმის 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ნაცებს, ქოცებს და მიყოლებული ამ ბუდიში ნაძირალ ოპოზიციებს 2 მეტროვანი სანთლები რო ხელში ეჭირათ, იმ დღესვე ლექსად დავწერე. ციხის კედლებში. აი როგორ დავწერე. ეს გაგზავნილი მაქვს, როგორც პრემიერთან, პარლამენტში, ასევე უწყება არ მაქვს დატებული რა 10 სამთავრობო სახელმწიფო უწყებაში პრეზიდენტი დაწყებული და იქვე მაქვს მითებული. ეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულო პისისხლანო ბელადო ბატონო ბიზნა ივანიშვილი ანუ ავტოკრატიული რეჟიმის სამქიანო ალქაჯო შენომა ღმერთი ყვარებოდა დანის ჩვენი მირიანი დღეს ხომ აღარ იქნებოდი თემურლენგის გავსად სულიჭირიანი დარცა მანიაკ მიშავს გავსად პარანოიკი და სამქიანი მაგრამ შენომან ილია ყვარებოდა დანის ჩვენი წმინდა ნინო დღეს ხომ ერთ პურის ექნებოდა წყალი ხორცის და შავი ღვინო დამაც შორის სამართალის თავ ყველათვის თავსაჩინო და ხალხსაც ეყვარებოდი ისე როგორც ალპაჩინო იგივე აზრის მაქვს ჩადებული როგორც ქოცებზე იგივე ოპოზიციურ პარტიებზე ეს რეალობა ხალხო ეს მე კი არ მინდა ეს ის რეალობაზე ჩემნაირი და ჯემალის ბატონ ჯემალის მსგავსი ადამიანები ასე საღად ვაზროვნებთ ყველა ვერ გამოხატავს პოეზიით ყველას არ შეუძლია ემოციები გამოხატოს ყველას არ შეუძლია აიღოს და ხოიცი პარლამენტის წინ დადგეს მაგრამ იმას ტკივა ის რასაც ხედავს დღეს ქვეყანაში ეს უბედურება და ნაძილობა ხდება იმაზე ვარესი ვიდრე ჩადიოდა სააკაშვილი და შევარდნაძე ეს რეალობა იმაზე ვარეს რომ ჩადია ვერაცნობიერებს ეს ხალხი გაიგეთ ახალგაზრდებოდა ჩემი თხოვნა იქნება ამას გულწრფელად თხოვთ მე დღეს მომკლავე თუ ხვალ არ მაინტერესებს მე ლექსები ჩემი რომელიც ციხის კედლებში დავწერე სადაც რომ ეს ნაძირალა რეჟიმი 6 თვის მანძილზე სოზარ სუბარი და მისი ბანდა ღალიბაშვილის ჩათვლით 6 თვი ნახევრის მანძილზე პასტა კალამს და ფურცელს არ მაძლევდნენ რომ მე რევას შანიძეს ყოფილ მჟავრდებულს ლექსები დამეწერა და საჩივრები რომ ხალხისთვის და სოფლიოსთვის მისწვინა ჭეშმარიტება, ანუ მწარე სიმართლე. და ხელბორტილებით ხელებს მავტრევდნენ ბათუმის ციხეზე 2021 წლის 23 ნოემბერს ამის ვიდეო მასალაც არსებობს. გამოთხოვილი მაქვს მასალები ქვემო ქართლის პროკურატურის სასამართლოდან, საქალაქო სასამართლოდან, დღემდე პასუხი არა 9 თვე გავიდა. 6 სარჩელი მაქვს შეტანილი მორავიზიანის ანსამბლისთან და 600 დასაწერი მაქვს, მაგრამ როგორ დავწერე 6 არ განვიხილია ჯერ. სასამართლო არ აყავს, პროკურატურა არ აყავს. ბიზნა ივანიშვილო შეუცხვირპირო და ადამიანიშვილო. პირს როგორ აგებს სასამართლო და პროკურატურა ყავს. შემანიაკის ღალიბაშვილი და სოზარ-სუბარი გვერდით ყავს, მანიაკის ნაშიერი. 2 თვე ჩემს სისხლდა ცრემს ლოგავდა ღალიბაშვილი და ივანიშვილი 22 თვით ყდელობის დელობა რომ ჩამადენიეს შვილის სიყვარულის გამო როცა სტრესში ვიყავი და ჩემი ლიკვიდაცია გინდოდა ღალი თამაზაშვილის დაკვეთით შენი საყვარელი ნათლულის სიმავრის გადასარჩენად შეკეთილ ძაღლიშვილო შენ კორექტულად თხოვთ Ოდიშ მოვხდი საზოგადოების ნაშ ემოციებს ვეღარიკავებ არ ადამიანური წავდება ხალხო გადატანილი და დღესაც კიდე ნომერ 6-ზე დაწესებულებაში ქალაქ რუსთავის გვანტანამოს ციხეა ეს ადამიანებს ერთიერთთან პატიმრებს საუბარს უგზავნავენ ტუჩებზე ადებენ ბორკილებს პატრონი არავინ არ აყავს იგივე ხდება ქალაქ ბათუმის ციხეზე ვარესი ხდება ქუთაისის ციხეზე ვინ აყავს პატრონი ბიზნა ივანიშვილი რატიბირე გაძის ჯერო და თუ ხვარაშვილის იმ ნადირაშვილის თუ რომელი ნაგვის არსენი ნაძილები არიან ახალგაზრდებო კიდე ერთხელ გთხოვთ თელი გულწრფელობით გთხოვთ ერთობა მხოლოდ თქვენი ერთობა გადაარჩენს ქვეყანას არენდოთ არც პოზიციას არც ოპოზიციას აგენს თქვენი მომავალი არ აინტერესებთ თქვენი შეუღლება არ აინტერესებთ თქვენი მომავალი შვილების და შვილთა შვილების ბედი არ აინტერესებთ აგენს აინტერესებთ ხოლმე ერთი რამ ძალაუფლების ხელში გდება მე არაერთ სტუდენტს არაერთ ახალგაზრდას შევხვდი ქუჩაში ვესაუბრე როგორც ბათუმში როგორც ასევე თბილისშიც
თავისუფლების მოედანზე იციან ჩემი ტელეფონიც მაქვს მიცემული უთხარი მე ისიც რომ ლუბო დროს როცა თქვენ მოგინდებათ ბოდიში რომელ დროსაც თქვენ დაგჭირდებათ ღამის 3 საათი ყოს ჩართული მაქვს ტელეფონი საჭიროების დროს დამირეკეთ მე წავალ თქვენ წინ მე მესროლოს ტყვია მაგრამ მე წინამძღოლობა არავისი არ მჭირდება წინამძღოლები ახალგაზრდებო იმიდან რომ თვითონ თქვენ 2-3 წინამძღოლი თავად გამონახოთ და ამ ქვეყანას წინ წაუძღვეთ რომ თქვენ უშუალოდ თქვენ თუ გსურთ რომ მომავალი გქონდეთ და თქვენ ფიქრობთ რომ ხსნა ევროპაშია ხომ? ხსნა რა თქმა უნდა ევროპაშია და ევროპა ჩვენა ვართ პირველი ევროპა ჩვენა ვართ ხალხო ლექს ადგეთყვით თურმე იმსავ თავარ მეფე ყველა გუნკტარ სითბოს გვირიდა და ხალხურმე წუხრად ყოფებს წყალის ნაცვლად ცელმსაღვრი და მაგრამ დღეს კი ამ გუნკტარეს სითბოს ნაცვლად შავდღეს გვირია და წყლის ნაცვლად წუხრად ყოფებს ხანშხავს და ხალ ლაფსაგურია ეს 17 კუპლეტია უახლოეს დროში გავრცელდება ყველაფერი და ყველაფერს გაიგებს ძალიან დიდი მადლობა ბატონო რევას იმ გულწრფელი სიტყვებისთვის რომელიც თქვენ ჩვენს ეთერში გამოთქვით იმ გულწრფელი სტროფებისთვის რომელიც აიკითხეთ და იმ გულწრფელობისთვის საერთოდ რაც თქვენში არსებობს მე მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს რომ დღეს ჩვენ გვაქვს სპეციალური ეთერი, თავისუფალი ეთერი, რომელშიც მონაწილეობს ყველა მსურველი, ვისაც კი ექნება ამის სურვილი და ტელეფონის ნომერზე 076-760-012 ან 598-411-226 დარეკვით შეგიძლიათ მობრძანდეთ სტუდიაში, დაიჭიროთ ჩვენი რესპონდენტის ადგილი და ისაუბროთ თქვათ თქვენი წილი სათქმელი ჩვენი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 2000 სიტყვით კიდე ერთხელ ბოდიში მოვიხდი მე მინდა რომ ჩემი ემოციების გამოხატვის დიდ ბოდიში მოვიხდი რომ ამას მე ვერ გადმოგხსენთ და ვერ აგიხსნით შემდეგში თუ ჩემი ლექსები აგიხსნით და გაცნობიერებთ როცა რომ ეს კაცი ემოციური იმიტომ იყო რომ იმდენი ნაიარევი მაქვს ადგილი აღარ მაქვს სად დავატიო აღარ სულში და აღარ სკულში ეს ნაიარევი მაგრამ ცხოვრებამ ვერ გამაბოროტა თქვენ გეხუტულეთ სულში ნამდვილო ქართველობა და უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდებო დღეს ვინც დაიბადა 35 წლამდე უპირველეს ყოვლისა რევას შაინიძე ყოფილი პატიმარი შევდებული მეგოარა შაინიძე გახლავარ სახელად კი ბლაკვი მქვიაო 28 წელი და 68 დღე გაატარა პატიმრობაში იგი თვითონ გამოგვეხმაურა და მოისურვა დღევანდელ გადაცემაში ხვალდაზე კიდე გესტუმრები თუ ისურვებთ დიდი მადლობა მას თუ საზოგადოება დაინტერესდება მე თვითონ ლუბოდ რომ საზოგადოებას კიდე ბულვარი ავისი ერას მოედანზე კიდე პარლამენტის წინ ტელევიზიაში ვისაც გაქვს სურვილი მომიწვიეთ ჩემზე უკეთ სიმართლეს არავის არ აქვს იმის მორალური უფლება ილაპარაკოს რომ მე ამასთან შეხება მაქვს მე ამის მტკიცებულებები მაქვს და თქვენ რო ზოგიერთი პირს აღებთ მტკიცებულებები არ გაქვთ იმიტომ გერჩით ბიზინა რა გაქვთო თქვენ რა გაქვთ წარსულში ვალესი გაქვთ ჩადენილი კი ბატონო იმიტომ გერჩით მე მერჩოთ ბიზინა მე მერცეს მებთხუნას მოვიდეს ბიზინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ და მისმა ზომბერებმა რატო არ მოვიდნენ ტელევიზიით გავაცხადე მე 3 თვის უკან გიორგი კოტაშვილის ეთერში ხო მოდი ბიზნესმენშულო შენ ჯარათე მე გამომიგზავნე და შენი შვილის უთხარი ხალხს მოკრები დაშინე რატო არ მოვიდნენ დიდი მადლობა ბატონო მოვიდნენ რეკლამა მოვიდნენ მე მოკლა დაგიბრუნდებით თვითონ მისი და არაფერი ერთად ვიდექით ყველა აი ამ სასტუმროა კაზინო ის ჭირდა სემიჩკას ანუ ზესუმზირას მიირჩევდა პოლიცია და აქციის მონაწილე ეკითხება რომ მოგწონთ ანამდვილად ამ ფიჭას რაკო პოლიციის სემიჩკას რომ არ მოეწონათ ეს პოლიციელებს და დააკავეს ამის გამო ახლა ჩვენი კორესპონდენტების მიერ გადაღებული კადრები ბათუმში მიმდინარე აქციიდან ჩვენ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის საქართველოს დიდ ქალაქებში მიმდინარე აქციებზე ვსაუბრობთ. ეს გახლავთ ტელეკომპანია TV12 გადაცემით კვირის საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამით მედიატორი.
მე ჯემალ მეგრელიძე გახლავართ და გეტყვით რომ არ ვალამაზებთ მოვლენებს, არ ვემსახურებთ ყალბ ფასეულობებს და რაც მთავარია, არ გატყუებთ. გადაცემის ამ ნაწილში კი ჩემი სტუმრები, ახალი სტუმრები შემომიერთნენ, ესენი გახლავთ პოლიტიკური პარტია ტრიბუნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი ანზორ სოლომონიძე და სპორტსმენი ტელეკომპანია TV12-ის სპორტული განყოფილების სპორტული გადაცემების წამყვანი ბატონი ჯემალ არობელიძე. საღამო მშვიდობისა ბატონებო, უღრმესი მადლობა იმისთვის რომ შემოგვერთით და გამოთქვით სურვილი დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობაზე. უკვე საკმაოდ გვიანია, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობთ, მაგრამ არ დავტოვებთ ეთერში გამოსვლის არც ერთ მსურველს, თუ კი კიდევ დაგვრჩა ვინმე, ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვერთეთ, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 07607012 და ჩვენი პროდიუსერები ჩაგსვამენ სიაში. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ 598-411-226. მეორე ტელეფონის ნომრებს 598-411-226 ან ტელეკომპანია TV12-ის ცნობილი ნომერი 076-760-12. ბატონებო, ჩვენს ხელთ არსებული 30 წუთის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ აქციაზე, გავაკეთებთ შეფასებებს. მოდით დავიწყოთ ბატონო ანზორ თქვენით, რა ხდება საქართველოში? ცოტა მიამიტური კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს, მოგესალმებით TV12-ის კოლექტიურ ჯგუფს. მადლობა მოწვევისათვის. დღეს ქვეყანაში არსებული სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან დაძაბული და რთულია. ქვეყანა იმყოფება ფორს-მაჟორის სიტუაციაში, განაპირობა ეს დღევანდელი არსებული მდგომარეობა წლების განმავლობაში დააგროვებმა რიგმა პრობლემებმა ჩვენს ქვეყანაში და დღევანდელი ხელისუფლების არასწორი პროგნოზირებადი პრინციპებიდან გამომდინარე, საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე და გარკვეული რიგი სოციალური პრობლემების დაგროვებიდან გამომდინარე მივიღა დღევანდელი შედეგი. არჩევნები, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის ხმას, ხლე არ ვიცით ახლა რამდენად დაირღვა, ან რამდენად გაყალბდა არჩევნები, ამას ჩვენ ვერ დავამტკეცთ, მაგრამ საარჩევნო პროცესი ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩატარდა, მაგრამ შედეგები ისაა, რაც რეალურად არსებობს. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ მივიღებდით სადანადო ხმებს, მხარდაჭერა საზოგადოებიდან მაქვს რასაკვირველია, ძალიან ბევრი ნათესავი მყავს. ერთი 30,000 ნათესავი მყავს მარტო აჭარაში და სამეგრელო და საახალო არ ვიცი, და პრაქტიკულად მე 5%-იანი ბარიერი ვერ გადავლახე. ვიცოდი რომ მათ ვიყავი დარწმუნებული 5%-იანი ბარიერს გადავლახავთ, მაგრამ რადგან შედეგი ასეთია, შევეგვიებთ. ვინაიდან ხელთ არ მაქვს მაგომპრომიტებელი მასალები, რის საფუძველზეც მე თქვათ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელო. რადგან არ არსებობდა სამართლებრივი არგუმენტაცია საფუძველი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ახლა ახირებიდან გამომდინარე ეს ამორტიზირებული სუბიექტი ამერიკის შეერთებული შტატების დღეს მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენის ახირებითა და დასავლეთის ლიბერალური დასავლეთის ახირებით დღევანდელმა ოპოზიციურმა ფრთამ ფიქრობ რომ გადააჭარბა უფლებებს ნაცვლად იმისა რომ კონსტრუქციულ ოპოზიციურ ფორმაში ებრძოლათ საკანონმდებლო ორგანოში, გადაიტანეს ბრძოლა ქუჩებში. მესმის ახლა პროტესტი უნდა გააკეთეთ, ეს პოლიტიკური პროტესტი და ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეს ვთქვათ ხელისუფალთ უნდა აჯობო ჭკუაში პოლიტიკური თვალსაზრისით, დიპლომატიური ცოდნით, მაგრამ ამათ მაერჩიეს ცოტა სკანდალური ფორმა, ავანტურისტული ფორმა, პროვოკაციული ფორმა, იქიდან გამომდინარე, რომ საპროტესტო პოლიტიკური
მშვიდობიანი აქცია გადაიზარდა ვანდალურ ფაქტებში. ეს დანაშაული არასაკვირველია და მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას. როცა ქვეყანაში მიმდინარეობს ასეთი რთული სიტუაცია, ქვეყანა დგას სამოქალაქო ომის პირას, კატეგორიულად მიუღებელია სკოლის ბავშვების კონტინგენტის გამოყვანა და არასრულწლოვნებიც კი ფიქსირდებოდა საპროტესტო აქციაზე. დაუშვათ და მომხდარიყო ესეთი გაუთვალისწინებელი რამ, ან პროვოკაცია, ან რიგი სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები და უბედურება დატრიალებულიყო. ვის უნდა აეღო პასუხისმგებლობა თავზე. ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც უშუალოდ აგრესიული მეთოდებით ბრძოლობს თუნდაც პოლიტიკური ცარბიელზე. მისაღებია ყველა ის სტანდარტი, რაც ცივილურ ფორმასთან ასოცირდება და არსებობს საამისო რიგი სამართლებული ბრძოლის მეთოდები, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ფორმებიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მძიმეა, მაგრამ გარკვეულწილად უნდა მოხდეს პოზიციასა და ოპოზიციას შორის გარკვეული რაღაც შეთანხმებები და ქვეყანა უნდა ჩაჯდეს სტანდარტულ სტაბილურ რიტმში, რადგან დაიღალა მოსახლეობა მათ ახირებასა და ავანტურებზე. აქედან გამომდინარე, მოუწოდებ მე ყველა იმ პოლიტიკურ ძალას გონს მოეგონ და გონიული დამოკიდებულებით, ცივი გონებით მიუდგენ ყველა იმ საჭიროებო საკითხს, რაც უშუალოდ ქვეყნის ინტერესებიდან იქნება გათვალისწინებული და ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს. ბატონო, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ აქციების საერთოდ 26 მაისელი ხართ ცნობილი ამბების მონაწილე უშუალოების ხართ პოლიტპატიმარიც მათ შორის. რას დაარქმევდით დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენას, ანუ იმ აქციებს, მაიდანიზაციას, რევოლუციის მცდელობას თუ მშვიდობიან პროტესტს? არა, დღევანდელი აქცია მშვიდობიანი პროტესტი არ არის. ეს უფრო ჰგავს მაიდანიზაციას. ეს არის ფერადი რევოლუციების გაგრძელების ეტაპი. და ფერადი რევოლუციების გაგრძელების ეტაპმა, თქვათ, იუგოსლავია რა დღეში ჩააგდნა და მოსახლეობამ პრაქტიკულად დიდი უბედურება განიცადა და მსხვერპლი დიდი იყო, მოგეხსენებათ იუგოსლავიის მაგალითი. შემდეგ უკრაინის მოვლენები დავიწყოთ. 2012-13 წლიდან უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა მაიდანიზაცია და რიგი დიდი მსხვერპლი გაიღო უკრაინებმა. დღეს რა უბედურებაშია უკრაინა სახელმწიფო პრაქტიკულად აპარტახებულია, განვითარებადი ქვეყანა, აპარტახებულია და ძალიან დიდი სხვა 600,000-ზე მეტი პრინციპში აღგვილია მიწისაგან. აღგვილია და პრაქტიკულად ეს მეუღებელი ფორმა და ეს მაიდანიზაცია, რაც გადმოიტანეს მოდელი საქართველოში, ჩვენი ქვეყნისთვის მით უმეტეს დამღუპველია. 45 მილიონია უკრაინის მოსახლეობა და ჩვენ რაღაც 3 მილიონი თუ 3 მილიონი ნახევარი ვართ საქართველოში მაცხოვრებელი და ამ 3 მილიონ ადამიანში თუ ნახევარი გაჭდა, ვინ გადარჩება საქართველოში? პრაქტიკულად პოლიტიკური თვალსაზრისით, დემოგრაფიული თვალსაზრისით და ყველა ასპექტში ქვეყნისთვის არის დამღუპველი მაიდანიზაცია. ეს არ უნდა მოხდეს. დაგიბრუნდებით აუცილებლად, ბატონო ჯემალი ცოტა დაგვეჩაგრა, მაგრამ გისმენთ ბატონო ჯემალ, თქვენ რას დაარქმევდით მიმდინარე მოვლენებს? მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მოგესალმები ტელემაყურებლებს, როგორც ერთი რიგით ქართველი, მეც სულიერად შეზრული ვარ, მეც მაწუხებს ჩემ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ჩემი დღევანდელი გამოსვლით თითქოს და მინდა შევაწიო ხმა იმ პოლიტიკოსებს, იმ მოღვაწეებს, რომლებიც სათავეში არიან, რომლებიც პოლიტიკას აკეთებენ და გამომდინარე აქედან მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ მიმართო საზოგადოებას, რომ
ჩვენ ქართველებმა სამწუხაროდ ესე იგი ვერ ვისწავლეთ და შევისმინეთ ისტორიული ფაქტორები. იცით რენესანსულ ხანაში დაახლოებით 14 მილიონამდე ქართველი ვიყავით, ევრაზიას ვაკონტროლებდით და რომის იმპერია ესე იგი კითხვით მოდიოდა ჩვენთან, ჩვენ მეფეებთან იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯი გადაედგა მათ ისტორიულ ფაქტორზე. მაგრამ პერიპეტიებმა სხვადასხვა ესე იგი არასწორმა ქმედებებმა ესე იგი საქართველოს 700,000-მდე დაიყვანენ და დღეს უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ, 3 მილიონ ნახევარი ვართ. ეს წინა სიტყვა, იმიტომ მოვსქვი, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ და ჩვენ საზოგადოოდ ნიშნულად ვერ ვღებულობთ იმას, რომ რა უბედურება შეიძლება მოიტანოს ამ ამბიციებმა, ქართულმა შემართებებმა, ცუდი გაგებით ამ შემთხვევაში და პიროვნებაზე ბრძოლამ. ეხლა ისტორია შევეხე მე და მოდით ეხლა უახლოესი ისტორია ვნახოთ რა დაგვიტოვა სამოქალაქო ომმა 9 აპრილმა ასე შემდგომ რომლის მომსწრე ჩვენ ვართ. საშინელი მდგომარეობა, გრევა, ტერიტორიების დაკარგვა, ომები და შეიძლება ითქვას კატასტროფული მდგომარეობა. აი დღესაც ვიმეორებთ იმ შეცდომებს, რა შეცდომებიც მოგვივიდა, ანალიზს ვერ ვაკეთებთ და საბოლოო ჯამში კარგი პირი არ უჩანა ქართველი ერის შემოქმედებით საქმიანობას და მომავალს. გამომდინარე, ბატონო ჯემალ, ვფიქრობ მე რომ დროა მოუხმოთ გონებას, ჩვენ ერთი მუჭა ხალხი ვართ, დაახლოებით ჩინეთის 2-3 სოფელი და მეგაპოლისის ერთი ასე რომ ვთქვათ, ერთი რაიონი. გამომდინარე, აქედან ამბიციები კი ბატონო გაგვაჩნია, დიდია, მაგრამ ყოველივე ეს დაფუძნებული ვერ არის იმ რეალურ ფაქტორზე, რაც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში დასაშვები უკრაინისათვის და სხვა სუპერ ქვეყნებისათვის. ჩვენ პატარა ერი ვართ, კი ვართ ისტორიული ერი, კი ვართ ძლიერი ერი, შემოქმედებითი, მაგრამ ყოველი ამას სჭირდება გათავისება და გათვალისწინება, რომ ერი გადარჩეს. ჩვენ გადარჩენის პროცესში ვართ. ეხლა მეორე თემაც არის, მე არ მეგულება მსოფლიოში ქვეყანა, სადაც სამთავრო აპარატი და ქვეყნის პრეზიდენტი პოზიცია, ოპოზიცია იყოს. ეს სამარცხვინო ფაქტორია და ამასთან ერთად გაურკვევლობა არის, ესე იგი, ერის გახლეჩა. დემოკრატიის, ნამდვილი დემოკრატიის გამოხატულებაც არის. კი, ნამდვილად, ბატონ ჯემალ, მაგრამ ანეკდოტურ ხასიათს ატარებს, როგორ შეიძლება ხელისუფალი იყოს ოპოზიცია, წარმოუდგენელი ფაქტორია, ხო? პოზიცია, ოპოზიცია და სამწუხაროდ, აი, ხაზგასით მინდა ვთქვა, რომ აი ამ ფრონტზეც ვერ ვართ ჩამოყალიბებული და ვერ ვისწავლეთ რო ეთქვენ ჭკუა 30 წელია ვებძვით ერთმანეთს ამ საბჭოთა კავშირის გრევის შემდგომ ცოტა მეტიც და ესე იგი რა გამოდის რომ ინდივიდების რაღაცა პარტიული დაჯგუფებების თუ სხვადასხვა შეხედულების ხალხი ებძვის ერთმანეთს და ანგრევს ქვეყანას. ინგრევა ეკონომიკა, ინგრევა სახელმწიფო ინვენტარმოწყობილობა, სახელმწიფოს ხარჯია ყველანაირი. შემდგომ ამისა შავი ფული ტრიალებს და საშინელ მდგომარეობაში ვართ. ეხლა ერთი ფაქტორიც არის, ეხლა გამეგეთ სწორად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ვერ ვაფასებთ ჩვენი ხელისუფლების ღვაწლს. კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლსაც ვერ ვაფასებთ. კაცი, რომლის ისტორიულ ფაქტორში არის უდიდესი ქველმოქმედება საქართველოს სინამდვილეში ჩადებული, რომლის მსგავსი და ბადალი არც ისტორიას ახსოვს, არც და საქართველოს თავისი არც უახლოეს და არც წამსულ ისტორიაში. ასეთ პიროვნება საქართველოს არ ყოლია, მაგრამ ჩვენ რაღაც მიზეზთა გამო, ესე იგი ვეძებთ სხვა ფაქტორებს, ნათლავ სიტუაციურ მდგომარეობას სულ სხვანაირად და საბოლოო ჯამში, ესე იგი, ყველაფერს თანახმოვართ, ოღონდ დაინგრას, ოღონდ განადგურდეს და ესე ქვეყანა არ აშენდება. ამიტომ ჩემი
მოთხოვნა ერთი პიროვნების მოთხოვნა და თხოვნა არის ყველას და ყველა ადამიანის მიმართ, მათ პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლების მიმართ, რომ შევეშვათ პოზიცია ოპოზიციის თამაშს, ჩამოვყალიბდეთ აბსოლუტურად ბარიკადების ერთძამერ მხარეზე დგას ქართველი ხალხი და პრეზიდენტმა და აპარატმა უნდა გაითვალისწინონ და გაითავისონ ის კი არ არის ფორმულა, რომ იქ ესე იგი ხელმძღვანელები ერთმანეთს ედევება და არის შეჯიბრი 30 წელია, რომ ვინ უფრო კარგად შერაცხავს შეთითქმის რაღაცას მოწინააღმდეგეს და შემდგომ ეს და დრო გადის პარლამენტი როგორ შეიძლება იყოს დაკავებული განზღვაგენებით და ვიღაცა შემართებული საქმით, რომელიც განყენებული თემაა დღევანდელი საქართველოსათვის. დღეს ჩვენ გვჭირდება ბატონო ჯემალ მუშა პარლამენტი, რომელიც განიხილავს სოფლის მეურნეობას, საკითხების მეტი რა არის სოფლის მეურნეობა, დარგობრივ განვითარებას და ძალიან ბევრ სახელმწიფო საქმიანობას და არა კინკლაობას იმის თაობაზე, რომ შენ არ ვარ ხარ, მე კარგი ვარ და კი ბატონო კარგი ხართ, ყველა ტას გიკრავთ, მაგრამ საქმე დაგვჭა გვერდზე და ქვეყანა გვეღუება. გამომდინარე აქედან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და ერთხელ შევთანხმდეთ იმ თემაზე, რომ ნაცვლად კოალიციებისა, ნაცვლად რაღაცა დაჯგუფებებისა, პარტიული შეხედულებებისა და პარტიული აღზევებისა უნდა შევქმნათ სახალხო კოალიცია. ხვალვე უნდა შევქმნათ სახალხო კოალიცია. ყველა რჯულის, ყველა მიმართულების პარტიული დონისა თუ მიმართულების გაერთიანების დაჯდეთ უნდა ქართველმა ხალხმა და უნდა ვიმჯეროთ იმის თაობაზე, რომ როგორც შევწყვიტოთ ეს საშინელი მდგომარეობა, ეს შემატყება, ეს არავისთვის, ისმის კითხვა რისთვის, არაფრისთვის, არავისთვის, იმისთვის რომ შენ თქვა ამ პარტიის, იმ პარტიის, ეს ბავშვური ქმედება ერთ არასახელმწიფოური ქმედება. შევთანხმდეთ უნდა და ხვალიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ერის ქართველი ხალხის დიდებისათვის მშენებლობა და უკეთესი ცხოვრებისათვის ბრძოლა. იგი უნდა იყოს ხელმძღვანელი პარტიული მუშაკის ლიდერის ნომერ პირველი ამოცანა პენსიების და მუშავრების დასაქმება, რომ იმიგრაცია შეწყდეს და რა ვიცი მე ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო არავითარ ბატონო ჯემო როგორ შეიძლება ჩამოყალიბებული ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური მიმართულებითი წრე გვაგაჩნია ჩვენ უკვე მაღალი დონის პოლიტიკოსები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა ჩამოვიშოროთ, არ შეიძლება რომ ქვეყნის თქვა პრემიერი ან და ლიდერი გამოდიოდეს და სიტყვას იწყებდეს ოპოზიციის ლანძღვაგენებით და მიუხედავად იმისა, დიდ პატივს მე და შეიძლება თქვა მომხრეც კი ვარ ამ პარტიული მიმართულების არსებული მთავრობის, მაგრამ ნაკლი უნდა ვთქვათ, ნაკლის თქმის არ უნდა გვეშინოდეს როგორც ავადმყოფობას სჭირდება მკურნალობა, ჯერ დიაგნოზი უნდა და შემდგომ ესე იგი იქ უნდა უმკურნალოს, ხო? აი ასეთი მდგომარეობა, ეხლა ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია, მაღალი დონის პოლიტიკოსები, მაღალი დონის ხელმძღვანელი მუშაკები, კი ბატონო, კარგები ხარ, მოიგეთ არჩევნები, მხარს გიჭერთ, მაგრამ ეხლა 24 საათი რომ ვიღაცა იქ ნათელაშვილი თუმცა ცუდი ადამიანია ამას მე რას მეთქეცებ ამას და ანდა ვისრახი შეიძლება იგი ბრძოლა ევროპული მომავლისათვის კი ბატონო ევროპული კარგისათვის რა თქმა უნდა ქართველი კაცი თავისი გონებით, შემართებით, აზროვნებით, მოთხოვნით არის ევროპელი. იმიტომ რომ ჩვენ სისუსტეები გვახასიათებს, კაი ჩაცმა დახურვა გვინდა, კაი ტექნიკური საშუალებები გვინდა ოჯახში, კარგი მესრედესი გვინდა ეზოში გვედგეს. ეს ერთი თემაა, მაგრამ მეორე ისიც არის, რომ ჩვენ ევროპელი ვართ აზროვნებით, მდგომარეობით და ტერიტორიული სივრცით. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამაზე ჩხუბი და დავა რასაჭიროა. აქ უნდა მოქმედება არ შეიძლება გაღიზიანება, არც ხალხის გაღიზიანება, არც ევროპის გაღიზიანება და არც არავის, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა და ერი, რომლებიც ესე იგი დირიჟორობს, თქვათ, მსოფლიოს რომელიმე ნაწილს. აი ჩვენ არა ვართ. ჩვენ ვართ ის ერი და ის ქვეყანა,
რომელიც მიმდევარი ვართ ცივილიზაციის. გამომდინარე აქედან აუცილებლად უნდა კიდევ ერთხელ დავზენდა ვისურვებდი რომ ესე იგი რიტორიკა უნდა შეიცვალოს, რიტორიკა უნდა გადავიდეს არა ვიღაცა მესამე მეხუთე პირის ცუდ კაცობაზე, ამას ვის უმტკიცებს და არამედ საქმეზე უნდა საქმე. ანუ თქვენ თვლით რომ ეს ძვირფასი სახელმწიფო რესურსი არ უნდა დაიხარჯოს ვიღაცის რა თქმა უნდა ბატონო ჩემო. რა თქმა უნდა. ბატონო ანზორ, აი ამ აქციებზე მდგომ ახალგაზრდებს ღრმად წამთ და სჯერათ და მეც დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ნამდვილად წამთ და გულანთებული ქართველები არიან ის ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი საზოგადოების ღირსეული ნაწილია. სჯერათ რომ მიდიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ამ შემთხვევაში ვინმე შეცდომაში შეიყვანა ისინი თუ რამდენად გულწრფელები რომ არიან ამაში ეკვე არ მეპარება, მაგრამ ხო არ გადაატრიალა ვიღაცამ ეს თემა და რაღაც არასწორად მიაწოდა. ნათქვამია არ აქვს მნიშვნელობა რას მოგაწვდიან, მნიშვნელობა აქვს იმას როგორ მოგაწვდიან და აი აქედან გამომდინარე ეს პროტესტი რატომ ასე არ ნელდება ეს პუნქტი? მართალი ბრძანდებით თავარია როგორ მოგაწვდიან ინფორმაციას. ეს ახალგაზრდები ყველა შეცდომაშია შეყვანილი, არასწორად არიან ინფორმირებული. თითქოს და ქვეყანა კარგავს ევროპულ ფასეულობებს. არებითარ შემთხვევაში ახლა ის ძალები, ასე ვთქვათ, ომის პარტიები დიდი ხანი ემზადებიან ამისათვის, რომ რამენერად მოემზადებინათ ნიადაგი, რომ დეზინფორმირებული ყოფილიყო მომავალი თაობა, ახალგაზრდა თაობა, ეს სტუდენტთა ესე იგი კონტინგენტი ეს წარმოადგენს განსაკუთრებულ აქტიურ ფენას ქვეყანაში და პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ასპარეზზე განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სტუდენტთა აქტივობას, მაგრამ სტუდენტები არიან შეყვანილი. ახლა ფაქტია იმისა, რომ ევროკავშირმა 130 მილიონი ევრო გამოყო სპეციალურად, განსაკუთრებულად მიზნობრივად, რომ ესე დაუმორჩილებულობისათვის გამოყენებული ყოფილიყო ეს ფულადი რესურსი. კანონი, რომელიც მიღებული იქნა გამჭვირვალობის შესახებ და მას რა ესე ქვია უბედურება მოჰყვა მოგეხსენებათ წარსულში და როგორ იყო დეზინფორმირებული კიდე საზოგადოება თითქოს ეს რუსული კანონი იყო და არავითარ შემთხვევაში ყველა ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა სარგებლობს ლუსტრაციის კანონით, რადგან მათი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიისათვის ეს აუცილებელია და საყოველთაო. ამიტომ ცივილური სამყაროს შემადგენელი ნაწილია საქართველოს და მიიღო ის კანონი, რომელიც აუცილებლად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს. მსგავსი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1934 წელსია მიღებული. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსული კანონით საზრდოობს, ებადება კითხვა არა ხო? ამიტომ ჩვენი ახალგაზრდები შეცდომაშია შეყვანილი და დღეს თომ 80% შეეკითხა, რა წერია იმ კანონში ვერ განმარტავენ, წავკითხული არ აქვს, არ არიან გათვითცნობიერებული. ესე იგი, ბოროტმა ძალებმა, ესე იგი, ჩვენი ქვეყნის ეგრეთ წოდებულმა პატრიოტებმა ჭყალებში ჩავსვამ, ხო იგი მუშაობს იმისათვის, რომ კერძო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, რათა მათ სჭირდებოდათ თქვათ ადამიანთა რესურსი, მხარდაჭერა და გამოჩნდა ეს ფაქტიც არსებობს, ხო? და საჯარო სამსახურებში ვინც ჩაბუდებული არიან და ჩანერგილები არიან ყოფილი ანტიეროვნული კრიმინალური ხელისუფლების რესურსები, დაპორტირებულები გამოვლინდა ხო რიგმა მაღალჩინოსნებმა დატოვეს თანამდებობები და წამოვიდნენ. იქიდანაც კი საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური თანამდებობებიც კი მართებული იყო ეს ქვეყანაში არეულობა. პრინციპში ამ არეულობამ ლუსტრაციაც მოახდინა. რა საკვირველი, ახლა უბრალოდ რა იცი, ცოტა გადაიღალა ხალხი და ქვეყანა, მაგრამ 1-5 დღე, 1 კვირა კიდე რომ პრაქტიკულად გაეგრძელებინათ მსგავსი რამ უფრო კარგი ლუსტრაცია მოხდა. ბევრი გამოვლინდებოდა კიდე. ახლა ბევრი კიდე თავს იკავებს. გადავიდი, არ გადავიდი, გადავიდი. მე 10-12 წლის წინ ვეუბნებოდი ხელისუფლებას, რომ ეს ამ ფორთახროვა რის სჭირდებოდა სააკაშვილს პრაქტიკულად ისინი, იგი რა ქვია, ერთჯერადი მოხმარების
ქაღალდად ყავდა ყველა გამოყენებული და ამათმა ესენი აღზევეს და რაღაც განსაკუთრებულ პერსპექტიულ ადამიანებად შექმნეს. გესმის არაფრისგან ვიღაცა შექმნეს. ამათ იმედად არ შეიძლებოდა ქვეყნის მართვა და ქვეყნის შენებლობა. რადგან ისინი მხოლოდ ორიენტირებულ არიან მორჩილებაზე და არასდროს ისინი სიმართლეს თვალს არ უსწორებენ. როგორ შეიძლება სიმართლეს ზურგი აქციო და ეს ის ხალხია ყოველთვის პრივატული ინტერესებიდან გამომდინარე ცხოვრობს და გარკვეულწილად სისტემური დანაშაულში თანამზრახველნი ყოფილი ხელისუფლებისა. მომიტინგეთა დიდი ნაწილი და მათი მხარდამჭერები საკმარისია სოციალურ ქსელში დადო რაიმე მათი აზრის საპირისპირო ან განსხვავებული აზრი თავს ესხმიან პირდაპირ ამ მოქალაქეებს. აი თქვენი პოსტები მე ვკითხულობ და ვადევნებ თვალყურს სოციალურ ქსელში, თქვენ არაზროვნებთ ისე როგორც აზროვნებენ საპროტესტოდ გამოსული ადამიანები, ანუ აზროვნებთ მათგან განსხვავებულად. არ გაქვთ თავდასხმები ბატონო ანზორ? გარკვეულწილად ახლა თავდასხმები რა მე ისე ვიცხოვრია რომ იციან ვინც კი მიცნობს მე ყოველთვის სიმართლეს უჭერ ხარს. მე ხო შევეძლო პირდაპირ ციხიდან გამოვედი და ქართული ოცნების წევრი გამხდარიყავი. ხომ შემეძლო მე დღესაც მიმიღებენ გართულება და პირდაპირ ვეუბნები დღესაც მიმიღებენ, მაგრამ ჯეროს მოვედი, ჩამოვედა შევხედე რომ ის ადამიანები ვინც უშუალოდ ინფორმატორები იყვნენ და ჩვენზე მუშაობდნენ სპეცსამსახურეში ინფორმაციას აწვდიდნენ და პლებეები ყველა დროის ხო ესენი ეს ძუნკლები რა გინდოდათ მოგიყვანიათ ხელისუფლებაში მე ვისწრებ მარტო მიშას კი არ ვებძვი გენერალი არმიის გარეშე გენერალი არ არსებობს პრაქტიკულად ამათმა შექმნეს სააკაშვილი გენერლად გესმის ხო და ამათ აქ რა უნდათ მეთქი აქ მე რამეს საქმეა მეთქი ვინაა შენი მეგობარი და გეთქვი ესაა ჩემი პროტესტი და ვეუბნები რომ ამათგან სიკეთეს ვერ ააშენე იცი რატო ძალიანაც მოინდომოთ ვაკეთოთ სიკეთე ან დავავალოთ აკეთე სიკეთე ვერ გააკეთებ რაც იციან იმას აკეთე იციან მხოლოდ ცუდი ავანტურისტები ეგენი არიან დამსმენები მაგენი არიან ცილის წამებლები ეგენი არიან ისე რა ქვია სიმართლის თვალს მაგენი არ უსწორებენ რა ქვია მორჩილები მარიონეტები ეგენ და ყველა ასპექტში უარყოფითები არიან რა ბატონო ჯემალ როგორ ფიქრობთ აი თან მინდა რომ და ესენი აგებენ კიდე საზღვე ამ ახალგაზრდებს ჩვენს აი სტუდენტობას და ხალხ ესენი კარგებენ გურწფელნებიან გულანთები მათ სამშობლო უყვართ მაგრამ შეცდომაში არიან შეკვედი იმიტომაც კითხეთ ეს რომ ახალგაზრდებთანაც მუშაობთ მე ურთიერთობა მაქვს ჩემ სტუდენტებთან იმათ ჩემი თავი ენაცო მე განსხვავებულას დიდ პატივს ვცემ მაგრამ განსხვავებული აზრი არ უნდა გადაიზარდოს დანაშაულში. კი ბატონო. რა რესურსს ხედავთ თქვენ დღეს ხელისუფლებას დარჩა რაიმე რესურსი რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება? აუცილებლად ხელისუფლებას ყოველთვის გააჩნდა და განსაკუთრებით დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია გრანდიოზული რესურსი რომ ეს ასე რომ ვთქვათ ამბოხი ჩააქროს მაგრამ არა ამ მეთოდებით, ან ესა ტრადიციული მეთოდი, რომელიც მოდის, თქვათ, შუა საუკუნეებიდან და ეს არ ამართლებს ეს მეთოდი. იქ ანუ ფიქრობთ რომ ძალას არა, ეს უკუძალა უნდა, აი ეს არა გამართლებულია, იმიტომ რომ ასეთი ქმედება პირიქით აღვივებს და პირიქით ესე იგი მაშინ რა უნდა მოხდეს აი მოდით ცოტა ძალიან მოკლედა ისტორიაში დუჩე მუსოლინი ფაშიზმის ფუძემდებელი შემდგომ მისი რეალიზაცია მოხდა ფაშისტურ გერმანიაში ახლა შეიძლება ის სამაგალითო არ იყოს მაგრამ ადოლფ გიტლერის ხელმძღვანელობით და მათ აპარატში ესე იგი ყველაზე დიდი წილი ასე რომ ვთქვათ, მოწონებისა, შემართებისა და ცხოვრებაში დაფუძნება განვითარების ჰქონდა პროპაგანდა. საიქიდან დაიწყო გერმანიის პროპაგანდა და გიტლერმა ესე იგი თავისი ფაშისტური მიმართულება, ლამის აქცია ფანატიზმამდე და იცით თქვენ ნახული გაქვენ კინოფილმები თუ როგორ თავს წირავდნენ გერმანელები და ნუ ეხლა სხვა ისტორიას არ მოყვებ ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე ძალიან მოკლედ ჩვენმა ხელისუფალმაც უნდა გადაიღოს დაახლოებით ასეთი ფორმულა ესე იგი ჩაანაცვლოს ეს ძალადობა პროპაგანდით
აგიტაციით და რა თქმა უნდა რესურსით, მატერიალური რესურსით, რომლის საშუალება გააჩნია, ძალუმად და არ დახარჯოს ეს რესურსი დაპირისპირებაზე, არამედ ანუ სწრაფი ტემპით დაიწყოს აუცილებლად და მაცივარ ამის რესურსი გაგვაჩნია ჩვენ და ხალხის სახელით, ესე იგი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო არის ქვემდებარებაში ხელისუფლების, რომელიც კი არ განსხვავებს პარტიებს. პარტიების განსხვავება როგორ შეიძლება ხელისუფლების მე რომ მე ოცნება ის ლეიბორისტი ის რა არის რომელი ოცნება. ხელისუფალი შენ იმიტომ რომ ხარ შენ ყველას ხელისუფალი ხარ. ამ შემთხვევაში იმ გარეწარისაც იმ სამხედროსაც, იმ მაპატია და ნარკომანიასაც და ყველას გინდა არ გინდა ესახარ შენ. გამომდინარე აქედან შენ ყველასთან უნდა კონდეს კონტაქტი და ყველასთან უნდა კონდეს გასაღები. ის რომ როგორ მოიგო მათი ასე რომ ვთქვათ სულიერება და როგორ ჩაუსახო მას იმედი უნდა ჩაუსახო. აი ჩვენ დათათუ თაშხია ძალიან ისეთი მიღებული და იქ იმედის ჩასახვაზე გვირაბს რო ათხრიებს და რაღაცა ეს შეიძლება არ იყოს აქ მოსაყვანე მაგალითი და კარგი მაგალითი, მაგრამ მაგალითი არის იმისა რომ ჩვენ ახალგაზრდობას ჩაუსახოთ. ეხლა უყურეთ თქვენ ოპოზიცია უსახავს საბავშვო ბაღის ბავშვებს, მოზარდებს სკოლის ის რომ ეს არის თქვა მოძალადე და რაღაცა და ამას აყვა ახალგაზრდობა. ამიტომ კონტრი უნდა გავაკეთოთ ვისაც, მაგრამ აი თქვენ სწორად შენიშნეთ. სამწუხაროდ ესე იგი მოკალათებული არიან, პორტირებული ეს ხალხი, რომელიც მართლაც ოცნების ხალხია, ისინი ჩაჩოჩებულია და ჩtildeშია. ხუმრობთ კიდეც ხო? ხო, კი, ამაზე ხუმრობთ. ჩtildeში ყავენ და აუკვირად არ არის ხალხთან კონტაქტი. არ არის ესე იგი რეალური ფაქტორი იმისა, რომ ვთქვათ მართლაც მეოცნები უნდა იყოს იქ და თუ არ შეუძლია ვიღაცა პრაქტიკოსი დავაჯინოთ, ეს ვერ ხდება, არ ხდება პრაქტიკულად და აი რაღაცა გაუგებარ შემართებულ გრძნობებზე აგებული პარტიული წყობა. ასე არ შეიძლება, ამიტომ აუცილებლად მე იმიტომ ვსაუბრობ ამას, რომ ვიცი რომ ეხლა ზოგი იარლეს ჩამოკიდებს, ზოგი არ მოსწონს და რაღაც მოგნათლავს კიდე. არა ბატონო, ჩვენ ვართ თავრობის მომხრე, მაგრამ ის შეცდომები თუ არ ვთქვი მე, თქვენ თუ არ თქვი და იქ თუ არ გამოასწორენ, არაფერი არ იქნება. ერთხელ კიდევ ვიმეორებ, აუცილებლად რიტორიკა უნდა შეიცვალოს ხელისუფალის, მისი ხალხია, ქართველი ხალხია და ეხლა გამარჯვებას რაზე ზეიმობ, კაცო, ვიღაცა შენმა თქვათ პოლიციელმა გალახა იგივე ვიღაცა სტუდენტი რასაზე რასე დავზარამდით ჩვენ ყველა. ეს ერთი თემა, მეორე თემა არა გვაქვს პროპაგანდა გვინდა რომ რეალური ფაქტორებზე დაფუძნებით მივიდეს პროპაგანდა კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით და შემდგომ ამისა გადადგმული ნაბიჯები. ეხლა ხო არ შეიძლება რომ გადავდგათ ნაბიჯები, ვერ გამიგია, კაცო, რამდენი რა გვაქვს, ეგერ ზღვაში ასაშენებელი გვაქვს, მთაში ასაშენებელი გვაქვს, რაღაცა დავიწყოთ, რაღაცა ნაბიჯი გადავდგათ პრაქტიკული, რომ ეს ხალხი გამოვიყვანოს, რომ მომიტინგეს კი არ კონდეს დროის ტარების თავისუფალი საშუალება. არამედ ის იყოს რაღაცით დაკავებული და თუნდაც ბატონო ჯემალ შეშინებული, რომ აი მე თუ იქა მივალ, ამას რაღაცას დავკარგავ. როცა არაფერს არ კარგავს, იქა დროს ატარებს, კიდე რაღაცა ბიჭური ფულიდან ფინანსდება. რაღაცა და არ შეიძლება ამას ეს ყველაფერი ვიცით. ეხლა მოპატიეთ მე დამოძღვრაში ჩავმართოთ მილიონი ესა იურისტი და ამ საქმის მწოდნე და რაღაცა, მაგრამ მე ასე ვხედავ. მე შემიძლია თქვათ ეხლა ისეთი ვირტუალური გაგებით, რომ თქვათ რაღაც ჯგუფში მოაგვარო საქმე და შენ სახელმწიფო სათავეში რომ ხარ, შენ უნდა მოაგვარო სახელმწიფო საქმე. შენი ხალხია, ჩვენ ერთი ვართ, ქართველები სხვანაირად გავდაშენდებით და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ გავერთიანდეთ. ამისათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კოალიცია გაკეთდეს
ყველა პარტიის, ყველა ჯულის და ყველა მიმართულების წარმომადგენლის დავждეთ, ვისაუბრო და გადავწყვეტოთ ის რომ ხვალე მშვიდობიანი დღე გაგვეთენდეს. რესურსთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ორი სიტყვით და დავასრულოთ. დიახ. რა რესურსი მოგისმოთ თქვენ? აი რა რესურსი აქვს დღეს ქართულ ოცნებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად დარჩენილი? ქართულ ოცნებამ უნდა მოინანიოს ის შეცდომები, რაც დაუშვა, იცი რაც დაუშვა. ახლა კონკრეტულად დავიწყოთ საუბარი, n რაოდენობის შეცდომები აქვს დაშვებული და ამის შედეგია დღევანდელი აწყოს ვითარება და აუცილებლად მას სჭირდება გონივრული კომუნიკაცია საკუთარ მოქალაქეებთან. ხელისუფალნი დაშორდნენ საზოგადოებას, მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს დაშორდნენ და მიეცებიან თვით განდიდებას. ამას ვთქვათ, თუნდაც ახლა პარლამენტი რო შეიკრება, პირველი საკითხი განეხილდეს ნომერ 1 ხელფასების მომატება. 12-15,000 ლარი. ხალხი შიმშილობს, სოფლებში, ბევრი ვიცი და რეგიონებში ხალხი შიმშილობს ფიზიკურად თავის ძირს გაქვს 340 ლარი, 325 ლარი, 400 ლარი, პენსიონერებში 15,000 ლარს პენსიას ენიშნავს. წესით მე რო შემეკითხო, ხო? თუ ვისაც ქვეყანა უყვარს, დეპუტატი უხელფასოდ უნდა მუშაობდეს. რაღაცა მიზერული თანხი ტრანსპორტირების ხარჯი უნდა მისცეს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით და პროფესიით უნდა იყოს დაკავებული. ეკონომისტია, იურისტია, დურგალია, ზეინკალია თუ ვიღაცა ინჟინერია, ხო? თავისი პროფესიით მე მაგათ ლექციებს ხო ვკითხულობ. ვარ დეპუტატი, მაგრამ ჩემი პროფესიით ანაზღაურებას ვღებულობ მე, მაგრამ იქ როცა სხდომაზე უნდა წავიდე საკანონმდებლო ორგანოში, ხო? ტრანსპორტირების ხარჯი მიზერული თანხა, რომ მე არ დავზარალდე, მაგრამ უანგაროდ ქვეყანას ვემსახურებ. საინტერესოა, უხელფასო რო იყოს დეპუტატობა, მოუნდებათ, ამბიცია ექნებათ პარლამენტში დეპუტატობისთვის. ალბათ არა. არა, რასაკვირველია და ამიტომ ადამიანურ ურთიერთობაზე ძვირფასი არაფერი არ არსებობს. უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანური ურთიერთობა, უბრალოება, თავაზიანობა, მოკრძალება, სიყვარული დაიკარგა ხალხში. დაიკარგა, აღარ არსებობს და ყველაფერსგან მიტოვებული საზოგადოება ნიჰილიფშია ჩავარდნილი და ეძებს რაღაც შეახლეს. რომ აი ხო ხედავ, ამას დაემატა კიდე ცეცხლზე ნავთსასხამენო, ნათქვამი ან ბენზინს დაასხეს ამ ომის პარტიებმა ცეცხლზე წყალი და დეზინფორმირებული მოსახლეობა, ახალგაზრდობა, მოტყვეული ახალგაზრდობა თითქოს ჩვენ კარგავთ იმას აქვია სოფლიო თანამგზავრებს ქვეყნებთან ურთიერთობას, მეგობრობას, არავითარ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ისე სტრატეგიული თვალსაზრისით ის გეოსივრცეშია მოთავსებული დედამიწაზე, მარგალიტია დედამიწის, ყველა ქვეყანაა დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით, რადგან ეს ძალიან რენტაბელური გეოსივრცეა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. და ახლა მე მინდა ვთქვა და მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფალთ და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფალთ. ვინც დომინირებენ გარკვეულად დიდ პოლიტიკაში და რუსეთსაც მინდა მივმართო. დააჯექით ერთად მოილაპარაკეთ და საქართველოს თუ ესედან თქვენთვის საჭიროა, მოგვეცით ნეიტრალური სახელმწიფო მოწყობის სტატუსი და ყველასთან კარგად ვიმეგობროთ. მოგვეცით ჩვენ განვითარების საშუალება. ვინაიდან საქართველოს არის ცივილიზაციის საკვანი მთელ მსოფლიოში, ამას ადასტურებს საქმეა მემატიანე და ყველა ისტორიკოსი, მაღალკვალიფიციური ისტორიკოსი და ის არტეფაქტები და ნანოტექნოლოგიები ისე კარგადაა განვითარებული, უკვე მსოფლიო ლაპარაკობს ამას ევროპის განვითარებული ქვეყნები, რომ საქართველოს რეუდენ დიდი ცივილიზაციის ფუნდამენტი უდევს და ჩვენ ამ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ნეიტრალიტეტი, ხო? საქართველოს კლავ წარმოების პროცესში გადავა ცივილიზაციის განვითარებაში და კიდევ მივაწვდით ახალ ცივილიზაციას სოფლიოს და გამოვყვებათ და გავაკულტურებთ მათ. საქართველოს გაადამიანა მთელი დედამიწა. მე გავკადნიერდები და ასე ვიტყვი. ჩვენ ადამიანები, ვინც ადამიანები ღმერთის უსაყვარლესი არსებანი ვართ, ჩვენ მათი ხატება ვართ, მაგრამ ქართველები განსაკუთრებულიერი ვართ, განსაკუთრებული მასალისგან ვართ გამოჭედილი. ვისაც უნდა იმას ეთკინოს და ეწყინოს. ამიტომ საქართველოს უნდა პატივისცემა, ღირსება, დასავლეთს თუ უნდა საქართველოსთან მეგობრობა, ამერიკას და რუსეთთან პატივი დასდოს ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას, ჩვენ ისტორიულ ფესვებს და მოგვცე ნეიტრალიტეტი და აი მე ვნახოთ ვინ იქნება ძლიერი, ვინა ცივილურია. ხო, და მე ახალგაზრდებს რომ მიმართოთ, ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩემო ძვირფასო თანამემამულე 21 საუკუნის საქართველოს პატრონებო. გთხოვთ, დაუბრუნდით აუდიტორიებს, სასწავლო პროცესს რაციონალურად მოეკიდეთ, ეფექტურად მოეკიდეთ,
მიიღეთ მაღალი კვალიფიცირებული განათლება, რადგან თქვენ სჭირდებით მომავალ საქართველოს. ჩვენ ეს საკიანი ხალხი ვართ, მალე პენსიაზე გავართ, ჩვენ ესტაფეტა უნდა გადმოგცეთ თქვენ და თქვენ როცა ქვეყნის მართვაში ჩაევმებით, ბევრად უფრო ეფექტური იქნებით, განათლებული თვალსაზრისით, მიუდგებით ყველა საკითხს, იქნება ქვეყანა განვითარებული. ნუაყვებით ამ ავანტურისტებს, ამ მაიმუნებს, ამ ლიბერასტებსა და ამ პედარასტებს და ამის რა ქვია, ამ სიფილისტით დაავადებულ ბაიდენის პოლიტიკას. ქართულად განვითარდეთ ჩვენი ეროვნული ღირებულებებით, ფასეულობებით და ყველა ღირსეულ ადამიანთა მიმართებაში, ვინც პატივისცემას იმსახურებს, ურთიერთ პატივისცემის ნიშნად, დიდი სიყვარულის, დიდი პატივისცემით ჩვენ ვაშენოთ ჩვენი საქართველო. მადლობთ ყურადღებისათვის. დიდი მადლობა თქვენ ბატონებო, მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ გადაცემის ამ ნაწილში ჩემი სტუმრები გახდათ ტელეწამყვანი და სპორტსმენი ბატონი ჯემალ არობელიძე და ტრიბუნას, პარტია ტრიბუნას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანზორ სოლომონიძე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე ჩემს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ეთერში იყო ტელეკომპანია TV12-ის კვირის საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა მედიატორი ჯემალ მიგრელიძესთან ერთად ვსაუბრობდით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც საქართველოს 5 დიდ ქალაქში მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არის ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის ახალგაზრდობა, ბავშვებიც კი გამოიყვანეს. და აქვე მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ ჩემი და ჩვენი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომლის პოზიცია, რომ ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, ჩვენ გვმობთ ძალადობას როგორც ჟურნალისტებზე, ისე აქციის მონაწილეებზე და ისე პოლიციაზე ძალადობა, ყოველგვარი ძალადობა, როგორც არ უნდა იყოს ის, მიუღებელია ჩვენთვის. ამასთან გეტყვით კიდევ იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი ადამიანური და ტექნიკური და ფინანსური რესურსი, რომ გავაშუქოთ ყველა აქცია, ამიტომ ნუ გვისაყვედურებთ. მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი თანამშრომლები, რომ იყვნენ მოვლენების კურსში და მოიტანონ თქვენამდე, ასე რომ ის რაც კეთდება და რასაც ვახერხებთ, მივიღოთ მაყურებელო და ჩვენ კიდევ მეტის გაკეთებას ვეცდებით, მაგრამ ვერაფერს ვერ დაგპირდებით. ეს გახდათ მედიატორი, კვირის საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა მედიატორი, ამით გადაცემა დასრულდა. მედია ანუ ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის კვლავ თქვენს სამსახურშია. დაგვირეკეთ, მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ. ტელეკომპანია TV12-ის ამავე სახელწოდების Facebook გვერდზე ჩვენი გადაცემა დამთავრდა. გემშვიდობებით, ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. კარგად გრძანდებოდეთ.